ქალაქის პასუხისგებლობა არის ის, რომ უსაფრთხოება იქნოს უზრუნველყოფილი ქალაქში და როგორც მინიმუმ ქუჩაში მოსიარული ადამიანი არ იყოს საფრთხის ქვეშ. ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, საფრთხის შემცველი შენობებისთვის შემოღობვაც განხორციელდეს მთლიანად. და მარტო სადარბაზოებში იქნას დატოვებული შესაძლებლობა. თალსახად არ წერია არც ერთ კანონში, რომ აი თუ არის შენობა რაღაც ავარიული, რომელშიც ხალხი ცხოვრობს, ეს უნდა იყოს შემოღობილი. ეგეთი რაღაცა არ წერია. მე ვფიქრობ, რომ რომც არ ეწეროს სიტყვაზე, ხო, საღიაზრი გვეუბნება მაგას, მართლა მინიმალური ხარჯი იქნება და არ დააწვება რაღაც დიდ ტვირთად შენ ქალაქის ბიუჯეტის. გამარჯობა, ეს არის პოდკასტ აი გამოსავალის მორიგი ეპიზოდი. მე მანჩო ხოხობერიძე ვარ და დღეს ჩვენი სტუმრის დახმარებით ვეცდები რომ გიპასუხოთ. გამარჯობა, ეს არის პოდკასტ აი გამოსავალის მორიგი ეპიზოდი, თემაზე შენობების უსაფრთხოება. მე მანჩო ხოხობერიძე ვარ და დღეს ჩვენი სტუმრის დახმარებით ვეცდები რომ გიპასუხოთ, რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ არ გვეშინოდეს ქუჩაში გადაადგილების, ძველ სახლებთან ახლოს გასეირნების და მოქალაქეების დიდ ნაწილს არ უწევდეთ ავარიულ სახლებში შიშის ქვეშ ცხოვრება. ჩვენი სტუმარი არის დავით გიგინეიშვილი, ინჟინერ-კონსტრუქტორი, რომელიც გაგვარკვევს თუ რა როლი აქვს პრობლემის გადაჭრაში, ავარიული სახლების პრობლემის გადაჭრაში, როგორც მობინადრეებს, ასევე ქალაქის მთავრობას. დავით, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და რომ საუბა გაქვთ ამ მნიშვნელოვან პრობლემაზე ვისაუბროთ. გარდა იმისა, რომ თქვენ ხართ ინჟინერ-კონსტრუქტორი პროფესიით, თქვენ გაქვთ ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება და პირადად ხელმძღვანელობდით დეპარტამენტს, რომელიც ზრუნავდა პრინციპში შენობების უსაფრთხოებაზე მათ შორის, ხო? ამიტომ განსაკუთრებით საინტერესო იქნება თქვენი მსჯელობის მოსმენა ამ თემაზე. მადლობა ამისთვის. თავიდან მინდა რომ ჩვენი საუბარი დავიწყოთ ციფრების რაღაც ანალიზით. ვიცით რომ ოფიციალურად ვიცით რომ გვაქვს 10,000 ავარიული შენობა ნაგებობა მხოლოდ დედაქალაქში. და რაც ცნობილია, ეს ციფრი არ შეცვლილა ბოლო 4 წლის განმავლობაში იგივე რიცხვს ასახელებდნენ, მაგალითად 2021 წელს. მინდა რომ თქვენ როგორც სპეციალისტმა აგვიხსნათ, ანუ არ გეკითხებით თქვათ ბევრია ცოტა არის ეს რიცხვი, მაგრამ რას ნიშნავს ეს მაჩვენებელი მხოლოდ დედაქალაქისთვის? უნდა გვეშინოდეს ამ რიცხვის თუ არა? მოგესალმებით პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან სასიამოვნოა რომ ინტერესდებით ამ საკითხით, იმიტომ რომ ეს ნამდვილად საჭირობროტო საკითხი არის და ყველა ჩვენთანგანს ეხება. ზოგადად ადამიანები ამით ვიწყებ ხოლმე საუბარს, რომ ადამიანები თავის ცხოვრების 80%-ს ყველანი ვატარებთ შენობებში, შენობა ნაგებობებში. სხვადასხვა ტიპის შენობა ნაგებობებში, მაგრამ ჩვენი ცხოვრების 80%-ს ვატარებთ მასში. ხო წარმოგიდგენთ, რამდენი რა დრო არის ეს. და რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი არის, რომ ეს შენობა ნაგებობები იყვნენ უსაფრთხო. და ჩვენს შესაბამისად უსაფრთხო გარემოში მოგვიწვიოს ცხოვრება და მუშაობა. რაც შეეხება რიცხვებს, რა თქმა უნდა, 10,000 პატარა რიცხვი არ არის, საკმაოდ დიდი არის. თუმცა მე ვიტყოდი ესნაირად, რომ ყველაფერის მოგვარება შესაძლებელი არის. მაგრამ ქალაქ გეგმარებითი საკითხები, ურბანული საკითხები, შენობების ავარიულობისთან დაკავშირებული საკითხები საკმაოდ დიდ სახსრებს მოითხოვს. ანუ ეს არის პირდაპირ კავშირში ბიუჯეტთან, მათი ესე ვთქვათ, რეაბილიტაცია, გამაგრება, გაძლიერება და ასე შემდეგ, სხვადასხვა დაზიანების და მიხედვით სხვადასხვა ღონისძიებები არის განსახორციელებელი და ამიტომაც ეს რიცხვი ან არკლებულობს, ან პირიქით იზრდება, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ავარიული შენობა თავისით არ გაუმჯობესდება, პირიქით ავარიული შენობა თავისით უფრო და უფრო გაუარესდება და შეიძლება ჩამოინგრეს კიდეც და ამის მაგალითები, სამწუხარო მაგალითები გვაქვს დედაქალაქშიც და არა მარტო დედაქალაქში. ამიტომაც აუცილებელი არის რა გარკვეული ღონისძიებების განხორციელება ავარიულ შენობებთან მიმართებაში. აუცილებელი არის რაღაც სტრატეგიის მოფიქრება, აუცილებელი არის რაღაცა გეგმის გაწერა, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად ეს რიცხვი შემცირდება. თქვენ აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ, ანუ 2001-დან კი არის კიდევ უფრო ალბათ უფრო მეტი დროის იქეთ, ესე ვთქვათ, ეს რიცხვი თითქმის იგივე რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ რაღაც შენობები გამაგრდა კიდეც, მაგრამ ხო ემატება დროთა განმავლობაში, როგორც გითხარით, როდესაც ავადმყოფი ადამიანი არ მიხედავს საკუთარ თავს, მისი ჯანმრთელობა მხოლოდ გაუარესდება, ხო? ანუ არ გაუმჯობესდება. ზუსტად იგივე არის შენობებთან მიმართებაშიც, ანუ რაც უფრო დრო გადის, შენობები უფრო და უფრო ზიანდება. მით უმეტეს თბილისი არის სეისმურად საშიში ზონა. რო წარმოვიდგინოთ, ესე იგი თბილისში ხდება მიწისძვრები, საბედნიეროდ არ ხდება დამანგრეველი ძალიან ძლიერი მიწისძვრები, მათი განმეორებადობა საკმაოდ დიდი არის, ანუ 2000 წელიწადი, 500 წელიწადი და ასე შემდეგ, მაგრამ მიწისძვრების შედარებით სუსტი მიწისძვრები ხშირად ხდება თქვენს გიგრძნიათ დარწმუნებული ვართ და ეს შენობებზე დადებითად არ აისახება, რა თქმა უნდა, ეს შენობებს აზიანებს გარკვეულწილად ყოველი მიწისძვრა შენობას მეტნაკლებად ასე თუ ისე აზიანებს და ეს ემატება ყოველი შემდეგი მიწისძვრის დროს. ამიტომაც ჩვენი შენობები განსხვავებით იმ რეგიონებში, სადაც მიწისძვრები არ ხდება, კიდევ უფრო მეტად საჭიროებენ მოვლა პატრონობას. რას გულისხმობთ მოვლა პატრონობაში? თქვენ ახსენეთ ასევე გარკვეული ღონისძიებები, ხო? აი რადგან ჩვენი მიზანი ამ პოდკასტის ის არის, რომ მხოლოდ კი არ რაღაც შევაშინოთ ხალხი და ისედაც მოვუყვეთ ხელახლა რა პრობლემებში ვართ ბევრი მიმართულებით გახვეული, არამედ რაღაც გამოსავლის გზა დავანახოთ, რომ როცა ამის ნება იქნება პოლიტიკური, რეალურად რა არის გზა, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას. ამიტომ აი რას გულისხმობთ მოვლა პატრონობაში და იმაში, რომ ადამიანებს რომ ეშინიათ, თქვათ, ყოველდღე რომ ხედავენ ბზარს მის ოთახის კედელზე, გადახრილ, თქვათ, კორპუსს გარედან, რომ აი თვალითაც რო ამჩნევ, რომ გადახრილია ან ყანყალებს კიბის საფეხური პირობითად ან პარაპეტი, ხო? აი რა გზა არის, რა არის მოკლედ გზა ამ შემთხვევაში, რომ ამ ადამიანებს ეს შიში არ ქონდეთ და უსაფრთხოდ იქრძნან თავი, რას გულისხმობთ? დიახ, რა თქმა უნდა, ბევრი ღონისძიება არის. საერთოდ შენობა, როდესაც აშენდება, ეს არ ნიშნავს, რომ ანუ როდესაც აშენდება, ის ნიშნავს, რა თქმა უნდა, აშენებული შენობა, რომ ესე მდგრადი უნდა იყოს და ნუ ყველა ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს, მაგრამ აუცილებელი არის მის ექსპლუატაციის პერიოდში სწორად იქნას ექსპლუატაცია განხორციელებული. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ არ უნდა მოხდეს თვითნებურად რაღაცების მიშენება, მოშენება, დაშენება და ასე შემდეგ. არ უნდა მოხდეს მობინადრეების მიერ რემონტის სრულობისას მზიდი კედლების გამონგრევა მაგალითად. არ უნდა მოხდეს მსგავსი ტიპის ღონისძიებები არ უნდა განხორციელდეს და ეს გულისხმობს მოვლა პატრონობას. გარდა ამისა ძალიან ტრივიალური რაღაცებიც შეიძლება იყოს მაგალითად სახურავიდან ჩამოსული წვიმის წყლის ჟოლობის არ უნდა იყოს პირდაპირ საძირკველზე მიშვერილი, ანუ უნდა ჩადიოდეს სანიაღვრეში. ანუ არ იმიტომ რომ საძირკველში ჩაედინება შემდეგ ეს წყალი, საძირკველი რბილდება და შენობამ შეიძლება განიცადოს არათანაბარი ჯდენა, რაც ძალიან სახიფათო არის. ესეთი რაღაცები უკვე შენობის ექსპლუატაციის პერიოდში არის გასათვალისწინებელი. როგორც მოქალაქეების, ვინც ცხოვრობენ მესაკუთრეების მხრიდან, ასევე ქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან, იმიტომ რომ ეს არის ის ნაწილი შენობების, რომელიც ძირითადად ფასადებზეა საუბარი, გამოდის ქუჩებზე, ის არის მერის და ქალაქის, ესე ვთქვათ, მოვლა პატრონობის ქვეშ აუცილებლად. ამიტომ თუ იქ ჟოლობი ჩამოდის და პირდაპირ დამიზნებული არის საძირკველზე, აუცილებლად მისი რეაბილიტაცია უნდა მოხდეს, რაღაცა მოკლედ უნდა გაყვანილი იქნას ისეთნაირად მილსადენი, რომ წავიდეს სანიაღვრე არხებში და არა საძირკველში. ესეთი რაღაცები ბურად ახსენეთ თქვენ, რომ აი მობინადრეების მხრიდან შეიძლება მოხდეს რაღაც იყოს ცდუნება, რომ დააშენონ, მიაშენონ და არ გაითვალე. ან შეიძლება არც აქვთ ცოდნა, ხო, იმის როგორ უნდა ვთქვათ გაარემონტონ სახლი, რომ მე არ შეუქმნან პრობლემა მის მეზობელ მობინადრეს ან ქუჩაში გამრავლს. თუ ეს თვითნებურად მაინც ხდება და ალბათ ხდება არა მხოლოდ ჩვენთან, ალბათ სხვა ქვეყნებში. ვინ უნდა გააკონტროლოს ეს და აღკვეთოს ეს საშიში თვითნებურება? კი, რა თქმა უნდა, ამაში უნდა იყოს ჩართული მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები და მათი ნებართვის გარეშე არ უნდა ხდებოდეს ესეთი ღონისძიებების განხორციელება, რაც მაგალითად მზიდი კედლის გამონგრევა შეიძლება მოყვეს. ნახეთ, ბათუმში მოხდა ძალიან სავალალო ამბავი კატასტროფა, როდესაც გამოანგრია თვითნებურად მესაკუთრემ საძირკვლის სარდაფის სართულზე ღიობი გამოჭრა კარისთვის თუ არ ვიცი გაერთიანებოდა და ფართების ამის შემდეგ შენობამ განიცადა დეფორმაცია და დაინგრა და დაიღუპნენ ადამიანები. სულ რამოდენიმე წლის წინ მოხდა ეს ამბავი გვახსოვს ყველას.
ეხლა რამდენი მსგავსი შემთხვევა შეიძლება და ყოფილიყო, რომელიც არ მოხდა, სადაც არ მოხდა ნგრევა, მაგრამ შემდგომ რაღაც გარკვეული დეფორმაცია მიიღო და მიიღო ავარიულობის ხარისხი, ხო? ძალიან ბევრი იქნება დამერწმუნეთ მსგავსი ტიპის. ამ შემთხვევაში ნახეთ, ამ ბათუმის შემთხვევის შემდეგ მოხდა კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები. რაც კარგია თავის მხრივ, შეიძლება ვთქვათ, რომ კარგია, ცუდია, რომ იქამდე არ იყო ესეთი რა რაღაც. ცვლილება კონკრეტულად? მაგალითად, როდესაც ეხება კონსტრუქციული სქემის რაღაცა ცვლილებას, როდესაც შენობაში ხდება ორი საკადასტრო კოდის გაერთიანება, აუცილებელი არის დღევანდელი კანონმდებლობით მოხდეს საექსპერტო შეფასება ინჟინერ-კონსტრუქტორის მიერ. და შესაბამისად დასკვნის გაცემის საფუძველზე ექნება ესაკუთრებს უფლება, რომ გაერთიანოს ორი საკადასტრო ერთეული. მაგალითად, ორი ბინა გვერდიგვერდ ან არც ორი ოფისი ან ასე შემდეგ. ამის გარეშე შეუძლებელია. ეს კარგი არის, ანუ გამკაცრდა ამ მხრივ, ანუ ეს დახმა უნდა გაკეთდეს და თუ კი იტყვის შესაბამისი სპეციალისტი, რომ აი ამ კედლის დანგრევა არის შესაძლებელი, ის არათუ არ არის მზიდი, ან არის მზიდი, მაგრამ გამაგრების პროექტს გამამზადებს და შემდეგ შესაძლებელი არის მისი გამაგრება, ამ შემთხვევაში კი, ამ შემთხვევაში დაშვებული არის. და ისევ ნებართვისკენ მივდივართ, ანუ ეს ყველაფერი როდესაც მომზადდება, სანამ ფიზიკურად მივა მესაკუთრე და დაანგრევს რაღაცა ნაწილს რემონტის პროცესში, მანამ ჭირდება ეს ექსპერტის მიერ, შესაბამის სპეციალისტის მიერ გაცემული დასკვნა, მერე ამის წარდგენა მუნიციპალიტეტში, ნებართვის მიღება და მხოლოდ შემდეგ სამუშაოების წარმოება. ანუ აი ეს პროცესი, აი ამითი გართულდა. თუმცა იქამდე ეს გაკონტროლებული ეს თვითნებურება არ იყო, ეგრე გამოდის და ამის შემდეგ. უფრო მეც გეტყვით, ანუ უფრო ადრინდელები, აი მაგალითად 90-იან წლებში მიშენებები რო იყო, ძალიან ბუმი იყო თბილისში, და არა მარტო თბილისში, ბათუმშიც და დიდ ქალაქებში ბუმი იყო მიშენებების და ბევრი მიშენება გაკეთდა, არც ერთს არ ქონდა ხო ნებართვა, ყველა იყო აბსოლუტურად ყველა იყო თვითნებურად. და რაც უფრო წლები გადის, ეს მიშენებები უფრო და უფრო ავარიული ხდება რეალურად. და რამოდენიმე ჩამოინგრა კიდეც, ნუცუბიძის პლატოზე ჩამოინგრა ერთი რამოდენიმე წლის წინ. საბედნიეროდ არავინ არ დაშავებულა იქ, მაგრამ მთელი მიშენება ჩამოინგრა. თორსტები გდანში მოხდა მსგავსი, იქ მოყვა ამას დაზიანება ადამიანების. ანუ ეს მიშენებები სინამდვილეში არ არის უსაფრთხო, ანუ საფრთხის შემცველია. მე არ მომფ რომ ყველა, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც მინიმუმ შესწავლა ჭირდება და დადგენა, რომელი არის, მაგრამ ეს ხო თვითნებურად მოხდა თავის დროზე და შემდეგ შემორჩა და ქალაქს აქვს როგორც რაღაც ცუდი მემკვიდრეობა, ესე ვთქვათ, იმ 90-იან წლებიდან მოყოლებული. თქვენ საუბრობთ, ერთგვარად პრევენცია რა უნდა იყოს, ხო, რომ არ გახდეს შენობა ავარიული და მე არ იყოს თავისტკივილი, მაგრამ თუ გვაქვს უკვე ეს მოცემულობა, რომ გვაქვს ავარიული სახლი, ხედავენ ადამიანები თავისი თვალით ბზარებს, ხო, თავიანთ ოთახში ან ხედავენ რაღაც საფეხურია კიბის დაზიანებული და ან გადახრილია კორპუსი და ეშინიათ ყოველდღიურად იმ სახლში ცხოვრების. ამ შემთხვევაში რა არის რა როლი აკისრია ამ შემთხვევაში, როგორც მობინადრეს, ისე ვთქვათ, მერიას, რომ ეს უსაფრთხოდ იგრძნონ ადამიანებმა თავი და მერე რაღაცა როცა უკვე ვთქვათ მოხდება ტრაგედია, მერე არ იყოს იგივე კანონმდებლობის გამკაცრება ან შესაბამისი ზომების მიღება. აი, წინასწარ რა უნდა გაკეთდეს? რა თქმა უნდა, ნახეთ ჩვენ ვსაუბრობთ თუნდაც ეს 100.000. საფედნეროდ 100.000 არ არის, 10.000-ზე მეტი შენობა არის ავარიული მარტო თბილისში, ხომ? ეს 10.000 შენობა დაადგინა ისევ მერიის შესაბამისმა სამსახურმა. შესაბამის სამსახურები რამოდენიმე არის მერიაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, დღეს არსებული არის მუნიციპალური ლაბორატორია. ესე ქვია, ეს არის მერიის მიერ დაფუძნებული შპს, რომელიც პასუხისმგებელი არის შენობა ნაგებობის აღწერაზე, სწორედ რამდენად ავარიული არის, როგორი არის მისი ავარიულობის ხარისხი და იქ მუშაობენ სპეციალისტები შესაბამისი დარგების, რომლებიც ახორციელებენ ამ შენობების შესწავლას და შემდეგ დაფიქსირებს. მათ მიერ არის შესწავლა. ანუ ესე იგი თვითონ მერიამ გამოიჩინა ამაზე ინიციატივა, შეისწავლა ეს შენობები, დაადგინა მათი ავარიულობის ხარისხი და იცის რაოდენობა პრობლემური. იცის, რომ არის რაოდენობა. შემდგომი ეტაპი არის ახლა თანამშრომლობის ეტაპი. ნახეთ, არასწორი იქნება, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი მერიის გადასაწყვეტია და მერიის თავის ტკივით მე ავირჩიე სიტყვაზე მერი და მე იმან იფიქროს ჩემს სახლზე, რომ ის რო გასამაგრებელი არის. ეგრე არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ საზოგადოებამ უნდა ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გავიზიაროთ, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენს საკუთრებაში, კერძო საკუთრებაში, ჩვენს ბინებში და ეს ბინები არის ჩვენი, ასე ვთქვათ, მისახედი, ესე ვთქვათ, უხეშესი სიტყვა რო ვიხმარო. ამიტომაც ამაში იგულისხმება, რომ მერიის და მოსახლეობის ერთობლივმა მუშაობამ უნდა გამოიღოს შედეგი, რომ შენობები გამაგრდნენ.
რა თქმა უნდა, აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ჩვენი კანონმდებლობა უნდა იძლეოდეს ამის ძალიან კარგ საშუალებას, რომ ეს თანამშრომლობა შედგეს. დავით, ბოდიში სანამ კანონმდებლობაზე გადახვალთ, აქვე რომ ეს განვმარტოთ. მერიამ იცის ეს რაოდენობა და აღწერა თვითონ შეისწავლაო თქვით. აი, აქ რომ არ იყოს ბუნდოვანება, ან როგორ შეისწავლა, როგორ დაადგინა, რომ ეს შენობები იყო ავარიული, ან თავის ინიციატივით აირჩია რაღაც, თქვათ, შემთხვევითობით რაღაც შენობები გარედან დათვალიერებით, თუ პირობითად მოსახლეობა დაუკავშირდა, რომ გონი ჩემს სახლს რაღაც ბზარი აქვს. აი, ეს პროცესი როგორ ხდება? ეს წლებით გაწერილი პროცესი იყო. ზოგ შემთხვევაში ეგრე იყო, რომ მოსახლეობა რეკავდა და ამბობდა, რომ ჩემთან რაღაცა პრობლემა არის. გამგეობები იყო ჩართული და მეტნაკლებად ცნობილი იყო გამგეობისთვის შენობების მდგომარე მეტნაკლებად უბრალოდ ეს ვიზუალურად და იმის მიხედვით მოხდა. ანუ ბევრი შენობა, რომელიც ეგონათ რომ ავარიული იყო, არ აღმოჩნდა ავარიული საერთოდ. ანუ ფაქტობრივად ყველა შენობა მეტნაკლებად იქნა აღწერილი. ეს არ იყო ერთი დღე და ორი დღე, ან თუნდაც ერთი წელი ან ორი წელი, ეს ხდება 10 წლების განმავლობაში რეალურად ამათი აღწერა და გრძელი პროცესი არის. ანუ პასუხი არის ეგეთი, დიახ, ზოგ შემთხვევაში მოსახლეობის მხრიდან იყო და ზოგ შემთხვევაში თვითონ გამგეობებმა რაიონების მიხედვით დაადგინეს და იქიდან იქნა შესწავლილი. რო გავაგრძელოთ ახლა საუბარი იმაზე, რომ რა პასუხისმგებლობები არის. ორივე ინაწილებს ამაზე პასუხისმგებლობა. რა პროცენტულობით ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ, მაგრამ ორივემ უნდა გაითვალისწინოს, იმიტომ რომ ერთის მხრივ, დიახ, ქალაქის პასუხისმგებლობა არის ის, რომ უსაფრთხოება იქნოს უზრუნველყოფილი ქალაქში და როგორც მინიმუმ ქუჩაში მოსიარული ადამიანი არ იყოს საფრთხის ქვეშ, როგორც მინიმუმ და მეორეს მხრივ მოსახლეობის პასუხისმგებლობაა, რომ თავისივე კუთვნილ კერძო საკუთრებაში უსაფრთხოდ იქნას მისი და მისი მეზობლების ცხოვრება უზრუნველყოფილი. ეს აი პასუხისმგებლობის გაზიარება ხდება ამ შემთხვევაში, როგორც ქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის და თანამშრომლობის მხრიდან, ისე თვითონ მოსახლეობის მხრიდან. აი მანდ თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატები არსებობს. რა თქმა უნდა, გამაგრებულა თბილისში შენობა ნაგებობები, რეაბილიტაცია მომხდარა მათი და სხვადასხვა, ესე ვთქვათ, თანამონაწილეობით. ანუ რიგ შემთხვევებში მუნიციპალიტეტი იღებდა რაღაც 70-90%-იან დაფინანსებას აძლევდა, რიგ შემთხვევაში 100%-იან დაფინანსებას აძლევდა და ზოგან იყო, როდესაც მოსახლეობა თვითონ ერთვებოდა და თვითონ თანადაფინანსებას ახდენდა ამ შენობების რეაბილიტაციის. ეს უკვე მოლაპარაკების საგანი არის და როგორ უნდა ზოგ შემთხვევაში რეაბილიტაციას არ ექვემდებარება შენობები და მაშინ აუცილებელია მათი დემონტაჟი, ახლის აშენება, რაღაც უზრუნველყოფა და იქ გაცილებით უფრო დიდი ჩართულობა არის მერიის საჭირო და უნდა იყოს სწორი კომუნიკაცია. ჩვენ ამაზე ორი სიტყვით ვისაუბრეთ. სანამ გადაცემას დავიწყებთ, პოდკასტს დავიწყებთ იქამდე და უბრალოდ ამას გავუსვა ხაზს, რომ კომუნიკაცია უნდა იყოს ძალიან ნათელი, ძალიან სწორი, ძალიან, ასე ვთქვათ, კონკრეტული და არ უნდა იყოს რაღაც აბსტრაქტული. ანუ ხშირ შემთხვევაში ვინადრეები ამბობენ, მესაკუთრეები ბინების, რომ ჩვენთან კი მოვიდა წარმომადგენელი მერიის, გამგეობის, რაღაც გითხრა, რომ რაღაც გაგიშვათ ქირით, მოგცემთ 500 ლარს, როგორც გინდათ ისე იცხოვრეთ და ჩვენ ამას დავანგრევთ და რა ვიცი, ან ავაშენებთ, ან არ ავაშენებთ და მოკლედ უნდობლობა არის ძალიან დიდი, ძალიან დიდი. და მესმის ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, თქვენთანაც რომ მოვიდეს მერიის თანამშრომელი, რომელიც იტყვის, რომ იცით რა, კი არის თქვენი სახლი ავარიული და კი დაინგრევა ალბათ ძალიან მალე, მაგრამ აი რა ვიცი, აი ჩვენ რაღაც აგერ 500 ლარს გამოვყოთ იმის, რომ თქვენ სადღაც იქირავთ, თუ გინდათ საერთოდ საზღვარგარეთ წადით და ეს ფული სადღაც გინდა იქ დახარჯეთ და ჩვენ რა ვიცი, ოდესმე ამას დავანგრევთ და ოდესმე რაღაცას ავაშენებთ და ოდესმე რაღაცა ალბათ შეგხვდებათ აქ. ეგრე რო გითხრათ, ხო, რა თქმა უნდა, მაშინაც უნდობლობა გაჩნდება, მაშინაც რო იტყვით, რომ რას ლაპარაკობთ, გამორიცხულია მე ესეა თანახმა არა ვარ. მაგრამ თუ ეს კომუნიკაცია იქნება სწორი და კონკრეტული ძალიან რო იცით რა თქვენ აი ამდენ თანხას გადაგიხდით სანამ ქირაში იცხოვრეთ მე ჩვენ მოველაპარაკებით ამ და ამ სამშენებლო კომპანიას რომელიც ამ შენობას დემონტაჟს განახორციელებს და პირობითად თუ არის 5 სართულიანი თქვენი შენობა მომავალში იქნება 15 სართულიანი ის დანარჩენი სართულები რაც აშენდება იმის სამშენებლო კომპანია თავისი ესე ვთქვათ ბიუჯეტის ფარგლებში ბიზნეს მოდელიდან გამომდინარე რაღაცას რა თქმა უნდა მოიგებს სამშენებლო კომპანია თქვენ დაგაკმაყოფილებთ აი ამდენი ფართით რაც გქონდათ იქამდე იმდენივეთი ან იმაზე მეტით ან იმაზე ნაკლებით არ ვიცი მოკლედ ეს მოლაპარაკების საგანია ძალიან კონკრეტული
ფართით უნდა იყოს საუბარი, ძალიან კონკრეტული დროით განსაზღვროთ, რომ მაგათ 1 წელიწადში დაიწყება, 2 წელიწადში დასრულდება და 3 წელიწადში თქვენ უკვე შეძლებთ, რომ იქ იცხოვროთ, ხო? აი ესეთი გარანტიები და ეს ყველაფერი ხელშეკრულებაში გაწერილი და, არ ვიცი, ნოტარიულად დამოწმებული და ასე შემდეგ თუ იქნება, მაგ შემთხვევაში არავინ არ იტყვის ამაზე უარს. მათ შორის მე დარწმუნებული ვარ, არც ის ადამიანები, რომლებიც აი ეხლა ხანს მოხდა ვაგზლის მოედის მიმდებარე ტერიტორიაზე და მაშინაც ის იყო, ესე ვთქვათ, რომ აი არ იყო ყველა თანახმა. არ იყო თანახმა, მე კიდევ ერთხელ დარწმუნებული ვარ, იმიტომ არ იყო თანახმა, რომ არ იყო აი ესეთი მკაფიოდ დარწმუნებით ვერ შეძლეს საშიშროებაში. შეიძლება. ხო, საშიშროებაში შეიძლება იყოს კიდეც დარწმუნებული, თუმცა მაინც არ ეგონოს, რომ იცით რა რაღაცა მე კი ვხედავ ბზარს, მაგრამ ეს ბზარი არ არის იმდენად სახიფათო, რომ რაღაცა დაინგრეს ჩემი შენობა. ეს შეიძლება იყოს, მაგრამ თუ აი ესეთი კვეთრა ძალიან ზუსტად მოცემულობა ექნებოდა, ხო, მაცხოვრებლებს, მგონია, რომ დარწმუნება ერთ სიტყვით შესაძლებელი იყო მგონია. და მომავალშიც იქნება ამის შესაძლებლობა, რომ დავარწმუნოთ მობინადრეები, რომ იცით რა, ავარიული შენობა როდესაც არის, ეს მარტო თქვენ კი არ გიქნით დისკომფორტს, არამედ პირდაპირ კავშირში არის გამვლელებთანაც კი და მათი უსაფრთხოება დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომაც რაღაცა უფრო მეტი ბერკეტი უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ რაღაცეები გაანხორციელდეს. ხო, ან კომუნიკაცია და პირველ რიგში ფორმაშია პრობლემა თქვენი აზრით და ერთ-ერთი პრობლემა, დიახ, შეიძლება ეს არ არის რაღაცა ძალიან დიდი პრობლემა, თუმცა ფიქრობ, რომ აი აქ ამის გამოსწორება შესაძლებელი არის. დავით, თქვენ ახლა თქვით, რომ როცა უკვე გასახლებასთან მიდგება საქმე და როცა ამ ადამიანების ამ ჭერქვეშ დარჩენა არის საშიში, ხო? და მაშინ უნდა დაიწყოს კომუნიკაცია გასახლებასთან და მომავალ გეგმებთან დაკავშირებით. იქამდე გამოგრჩა ეს დრო, იქამდე რა ხდება? ვთქვათ, ავარიულია შენობა, მაგრამ შეიძლება ჯერჯერობით იქ ცხოვრება, ვთქვათ, გასამაგრებელია, რაღაც ნაპრალია, ამოსავსები თუ კიბის საფეხურია, რაღაც სტაბილიზაცია სჭირდება თუ ასე შემდეგ, ხო? ამ შემთხვევაში თქვენ თქვით, რომ აი თანამონაწილეობა, ეს რო გაიგოს კარგად ჩვენმა მსმენელმა, ალბათ მივდივართ აქ სახსრებთან ისე, ხო, ალბათ წარმოუდგენიათ, რომ მე ჩემით როგორ გავაკეთო ახლა ეს ბზარი, ჩემით მოვიყვანო, ხელოსანი ჩვენ ავკრიბოთ ფული, აი, ალბათ ესეც რო ავხსნათ, ფინანსები ვინ უნდა გაინაწილოს ამ შემთხვევაში და როგორ? დიახ, პირველ რიგში სწორია, ფინანსები მაინც უნდა გაინაწილოს ამ ხანაკობამ, ბინათ მესაკუთრეთა ამ ხანაკობამ. და როდესაც აი მაგალითად რა ვიცი ლიფტის ღირებულებაზე როცა მიდგება საკითხი ან სადარბაზოს განათებაზე და სუფთავებაზე და ასე შემდეგ მოვლა პატრონობის ნაწილში ამას ხო ისედაც ახორციელებს ბინათ მესაკუთრეთა ამ ხანაკობა ყველა корпуსში რაღაცა იქ ფული იკრიბება იმიტომ რომ ლიფტი მისახედია ყოველთვის ის ფუჭდება ანუ არავინ ამას უფასოდ არ გააკეთებს და ასე შემდეგ корпуსის თავმჯდომარე არსებობს დიახ კრების ფულს ყველას უკაკონებს კარზე მაგრამ აი რამდენად მათ უფლება მოსილებაში შედის ან აქვთ ამის კომპეტენცია ან სახსრები корпуსის თავმჯდომარეებს რომ თქვა მოიყვანონ ვიღაც თვითონ აიღონ ინიციატივა რომ თვითონ გაამაგრონ корпуსი და დაარწმუნონ მათი მეზობლები რომ ახლა ეს არის გასაკეთებელი აი ამ დონეზე არის ჩვენი ამხანაგობები საერთოდაც ნახეთ როგორ არის წარმატებული დემოკრატიული ქვეყნის ესე ვთქვათ საწინდარი არის ის რომ დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს სწორად. ანუ ყველა დონეზე მე არ ვიძახი მარტო ის რომ რაც რეგიონები უნდა იყოს დეცენტრალიზირებული და რაც ანუ მართლობა რაც პრემიერ-მინისტრი ვერ გადაწყვეტავს იმას რა უნდა მოხდეს კონკრეტული корпуსის სადარბაზოში, ხო? რატომაც ეს თელი ეს იერარქია უნდა იყოს ასე ვთქვათ ჩამოსული ქვევით და ბინათ მესაკუთრეება თვითონ უნდა გადაწყვეტონ თავისი корпуსისთვის რა იქნება უმჯობესი. და ამის შესაძლებლობა უნდა ქონდეთ სამართლებრივადაც პირველ რიგში ალბათ უფრო სამართლებრივად და ამის შესაძლებლობა დღეს არ არის. კი არსებობს ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის კანონი, მაგრამ არ არის ძალიან ქმედითი. პირიქით ძალიან სუსტი არის. ანუ ამ კანონმდებლობის გაძლიერება არის საჭირო. და სწორედაც რომ ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობას უნდა გააჩნდეს ფინანსებიც ამისთვის თან იქ როგორ არის ეცეთ ანუ ვიღაცამ სიტყვაზე მე დღეს არ გადავიხდი და მორჩა სიტყვაზე ეს ჩემი ინტერესი არ არის ეგრეც არ უნდა ხდება უნდა რაღაც ვალდებულებები უნდა იყოს სოფლიოში დიდ ქალაქებში და პატარა ქალაქებშიც განვითარებულ ქვეყნებში ყველგან ეგრე არის
ყველგან ეგრე არის, ანუ ყველას ბინათ მესაკუთრებთან ამხანაგობაში ვინც შედის, ყველას თავის რაღაც ვალდებულება აქვს. ეს ძალიან კარგად აქვს ყველას გათვითცნობიერებული, არ ვიცი, გერმანიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში და საფრანგეთში განსაკუთრებულად არის ეს ძალიან დღის წესრიგში. და ყველამ ყველაფერი იცი, ანუ იცის რა დროს უნდა რამდენი უნდა გადაიხადოს, რამდენი არის შენატანი, რა არის მისი მოვალეობა, პირველ ხალხზე ვინ ცხოვრობს, მაგალითად გერმანიაში თოვლი უნდა გადაფხიკოს განურჩეულად იმისა, სამსახურში არის თუ აუცილებელი ვალდებულება და ეს ყველამიც პირველ სართულზე ცხოვრობს, ის წმინდავს თოლს, იმიტომ რომ მეორე სართულზე მის ჩავდი უნდა გაიაროს დილით. სამაგეროდ ის ნაკლებს იხდის რაღაცა იმისთვის, ლიფტისთვის და ასე შემდეგ. მოკლედ ეს ყველაფერი გაწერილია. გაწერილი არის და ნუ ბევრ ქალაქში შეიძლება სხვანაირად იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი არის შეთანხმების საგანი იმ ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. კონდომინიუმები ქვია ამას ინგლისურად და ეს კონდომინიუმები ამას ყველაფერს ახორციელებენ თვითონ. თავისი მოსაზრებებიდან გამომდინარე, რა ჯობია, როგორ ჯობია ფინანსებს, ანუ საბანკო ანგარიში აქვს მათ მაგალითად, ამ წვდომა აქვს, საჯარო წვდომა აქვს მაგალითად, რამდენი არის თანხა მასზე, რამდენი ჭირდებათ მაგალითად სწორი ექსპლუატაციისთვის, მაგალითად შესაკეთებელია სახურავი ყოფნით კი ეს ფული თუ მოაგროვებენ და მომავალი წლისთვის შეიძლება იყოს და ასე შემდეგ. ამას თქვი თუ სიტყვაზე რაღაცა სერიოზული ამბავი ხდება, მაგ შემთხვევაში მიმართავენ მუნიციპალიტეტებს, აი ზუსტად ავარიულობა რაღაცის გამო დადგინდა, მერე დგინდება რატომ მოხდა ეს ავარიულობა. მაგალითად შეიძლება რაღაცა გვერდზე მშენებლობამ მოახდინა ეს ავარიულობა, მაშინ ვინ უნდა გადაიხადოს ეს თანხა? ამაზე მიდის უკვე მსჯელობა. შეიძლება მუნიციპალიტეტი ჩაერთოს, იმიტომ რომ მუნიციპალიტეტმა გასცა იქ ნებართვა და ასე შემდეგ. ან რაღაც გზის მშენებლობა მიდიოდეს მაგალითად, რომელმაც ვიბრაციებმა გამოიწვია ამ შენობის რაღაც ავარიო. ამის გამოკვლევა მიდის, დადგენა მიდის და შემდეგ დგინდება ვინ არის რაზე პასუხისმგებელი, ხო? შეიძლება ამას სასამართლოების დაჭირდეს, არ ვიცი, მაგრამ ნუ პრინციპი ესეთი არის. და ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობა ყოველ შემთხვევაში ამაში ძალიან დამოუკიდებელი არის და ჩართული არის ყველა პროცესში. შეიძლება ეს იყოს ბინათ მესაკუთრეთა თავმჯდომარე ამ შემთხვევაში, ან თავმჯდომარე ამას აცნობდეს და უნდა გააცნოს, რა თქმა უნდა, ყველა მობინადრეს და მეტი ჩართულობა არის საჭირო საზოგადოების ამ პროცესში. საერთოდაც ქალაქები უფრო ძველია, ესე ვთქვათ, ვიდრე სახელმწიფოები რა. ანუ გაცილებით უფრო ადრე იყო, არ ვიცი, ქუთაისი, ვიდრე საქართველო, ხო, ერთიანად უფრო ადრე იყო, არ ვიცი, ათენი, ვიდრე საბერძნეთი და ასე შემდეგ, ხო? ანუ იმის თქვა მინდა, რომ ქალაქების მენეჯმენტი არის ძალიან ძველი და პირდაპირ კავშირში არის იმასთან, რომ თვითონ ადამიანებმა გადაწყვეტონ თავისი ყოფითი ყოველდღიური პრობლემები. აქ არ არის საჭირო რაღაცა დიდი პოლიტიკა ამისთვის რა. აქ საჭირო არის უბრალოდ თავის ბობმა კარგად, ერთმანეთთან თანამშრომლობა და ერთმანეთის პატივისცემაც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მეზობლები ერთმანეთთან უნდა რაღაცნაირად თანამშრომლობდნენ. ესეც საკითხები, იმიტომ რომ ეს საერთო ინტერესი არის, საჯარო ინტერესი არის იმ კონკრეტული კომუნის, რომელიც ცხოვრობს ანუ თუ იმ კორპუსში. როგორ უნდა გაძლიერდეს რა იგულისხმეთ, რომ სუსტი არის ამ მიმართულებით ახლა ჩვენთან კანონი და მათ არ აქვთ რაღაც ფართო უფლებები, შესაბამისად ის რაც თქვენ ახლა მოყევით კარგი ქვეყნების მაგალითი, ჯერ ჩვენთვის რაღაც შორიდან მიმზიდველია. რატო ხდება ეს და აი რა გზას უნდა დავადგეთ მოკლედ, რომ გაძლიერდეს თუნდაც ბინათ მესაკუთრეთ ამხანაგობები და კორპუსის თავმჯდომარე ის ქალი თუ კაცი, ვინც ყველას გაგვახსენდა და ახლა ჩვენი მეზობელი კონდეს უფრო მეტი უფლებები ან ჩვენც გქონდა ანუ ან ხო გამოიყოფა თანხა ვიცით ყველამ ხო აი გამოიყოფა თქვა დედაქალაქის მთავრობიდან ბიუჯეტი ყოველთვიური ალბათ ამ ადამიანებისთვის აი აქაც არ ვიცი ეს ბიუჯეტი საკმარისია ესეც უნდა იყოს პრიორიტეტი რომ გაიზარდოს დაფინანსება აქ რა არის გამოსავალი ჩვენს შემთხვევაში დიახ, მე ვფიქრობ, რომ კი, უფრო მეტი უფლებები უნდა გქონდეთ. ამ შემთხვევაში უფლებები დაიყვანება კი რაც ლიფტის ფულის აკრებაზე, რაც ძალიან მიზერია, ძალიან მცირე არის იმ უფლებებთან შედარებით, რა უფლებებიც გააჩნიათ, როგორც გითხარით, სხვა ქვეყნებში, განვითარებულ ქვეყნებში. უფლებები უნდა გქონდეთ ძალიან ფართო. მათ შორის მაგალითად არ ვიცი რაღაც სარეკლამო ბანერი, რომელიც ანათებს ამ შენობაზე, იქიდან უნდა გქონდეთ შემოსავალი მაგალითად. ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობებს. დიახ, პირდაპირ. არ ვიცი, ძალიან ბევრი კომპანია მაგალითად უნდა უხდიდეს. დიახ. სანაცვლოდ რომ აზიანებს და კი, აი მაგალითად რა შვეიცარიის ქალაქებში ეგრე ხდება. ეგრე ხდება მაგალითად შვეიცარიის შვეიცარია განსაკუთრებული მაგალითი არის რეფერენდუმების ქვეყანა არის და მე თვითონ ვიყავი მოსწრემის, როდესაც რეფერენდუმი ჩატარდა იმაზე, თუ რეფერენდუმი ანუ მთელი ქალაქის მასშტაბით რა სიმაღლეზე უნდა გადაბელილიყო ხეები.
და ანუ იქ ყოველდღე რიცხვები ეწერა 12 მეტრი, რაღაც 9 მეტრი და ასე შემდეგ და გამოდიოდნენ რაღაც შესაბამისი სამსახური, რომლებიც ვიღაცა უნდა 12 მეტრს, ვიღაცა უნდა 9 მეტრს და ამაზე დებატები მიდიოდა სატელევიზიო, ამაზე რაღაც ბანერები იყო გამოკრული, რომ არა, რომ 12 მეტრი არა ის რაღაც ჩრდილს არ მოგცემს ისეთ სიტყვაზე, ან პირიქით მოგცემს იქ ვიღაცა უნდა არა, უფრო დაბლა, იმიტომ ჩიტები ძდებიან და ბოდიში და მე მანქანები ჭუჭყიანდება ეს და ასე შემდეგ, ან ძალიან ყოფით რაღაცას და რეფერენდუმი ჩატარდა ამაზე. იმიტომ მოსახლეობის ჩართულობა იყო საჭირო და მე მოსახლეობა რაც დაადგინა უმრავლესობამ, მე ხეები იმ სიმაღლეზე გადაბელეს და ნუ ერთ სიტყვით ვიღაცა კმაყოფილი დარჩა, ვიღაცა მაყურებელში დემოკრატიამ გაიმარჯვა ესე ვთქვა. მსგავსი ტიპის ჩართულობა საზოგადოების პროცესებში, რომელშიც პირდაპირ არიან კავშირში, ხო, კიდევ ერთხელ ეს არ არის რაღაც გლობალურ პოლიტიკასთან კავშირში, ეს არის ყოფით საკითხებთან კავშირში. ესეთ რაღაცეებში მეტი ჩართულობა უნდა იქნას უზრუნველყოფილი ამხანაგობების. და ჩვენი ყველასი რა ფორმა მოსაფიქრებელია შეიძლება დავუშვათ ამაზე მსჯელობა იყოს მაგრამ ფაქტია რომ საჭირო არის ამაზე საუბარი იმიტომ რომ ეს ავარიული სახლები თავის დარმოგვარდება კიდევ ერთხელ რაც დროგალის პირიქით უფრო უარესდება და უარესდება ამიტომ თან ბევრი არის ხო რეალურად მართლა ობიექტურად რა ვთქვა დიდი ბიუჯეტი არის საჭირო იმით რომელსაც თბილისი კი არა ეხა 10000 ავარიული შენობა რა პარიზის ბიუჯეტიც ვერ დააფინანსებს ყველას რეაბილიტაცია სიტყვაზე თავისი ბიუჯეტი თვალდამხოლოდ ამიტომაც ამაზე მოსაფიქრებელი არის ფორმა როგორ უნდა იქნას სახსრები მოძიებული რა წილი უნდა იყოს იმის ვინც იქ ცხოვრობს როგორ უნდა იქნას ეს გადახდილი რა ფორმით და ასე შემდეგ ბევრი საკითხი არის მოსაგვარებელი მე უბრალოდ იმის დაფიქსირება მინდა რომ ამაზე უნდა იქნას ძალიან ღიად გახსნილი საუბარი მით უმეტეს ეხლა ხო აი მუნიციპალური არჩევნები გველოდები ვინმე ამაზე ისაუბრეს საერთოდ ანუ ვინმე იტყვის რომ იცით რა ესეთ რაღაცას მოვიფიქრებ აი მოგცემთ უკეთეს კანონმდებლობას ამისთვის რომ თქვენ შეძლოთ მარტო არ ვიცი მე მეჭვ მაგრამ იმედი ვიქონიოთ რომ ოდესმე ეს ყოფითი საკითხები რაც ყველა ჩვენთანგან ძალიან გვაწუხებს იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ კორპუსში მე მაგალითად ვცხოვრობ შენობაში რომელიც აშენებული არის 1970-იან წლებში კორპუსში და ნუ საბედნიოდის ავარიული არ არის თუმცა არაფერია გამორიცხული შეიძლება ხვალზე გახდეს ავარიული და რაღაცა მოსაფიქრებელი იქნება ვინც უკვე ავარიულ შენობაში ცხოვრობს კი აუცილებელია რომ ისინიც იყვნენ პროაქტიულები და მერია ძალიან ხშირად გამგეობები და მერიები შეაწუხონ და დაიბარონ და იმსჯელონ ამაზე გამოსავლის პოვნისთვის ბევრი რაღაცა უნდა გააკეთონ რა თქმა უნდა მაგრამ ნუ მინიმუმ უნდა ისაუბრონ მინიმუმ უნდა დაუძახონ ისაუბრონ და ასე შემდეგ იმიტომ რომ ხო მერიის ბიუჯეტი მე არ ვიცი როგორ არის დაგეგმილი ამ ნაწილში ავარიული სახლების გამაგრება გაძლიერების ნაწილში რა თქმა უნდა იქ არის გარკვეული ბიუჯეტი განსაზღვრული და რა თქმა უნდა ფინანსდება და რა თქმა უნდა შენობები რეაბილიტაცია მიმდინარეობს თბილისში მაგრამ მე ვისურვებდი რომ ეს უფრო მეტი ყოფილიყო ამაზე და უფრო მეტი ყურადღება დათმობილიყო სწორედ ამ საკითხებზე იმიტომ რომ სახიფათო არის და ჩვენ ძალიან ცუდი მაგალითი გქონდა აგერ ეხლახანს დიახ დავით, რომ წარმოვიდგინოთ, თქვენ გაქვთ უკვე გამოცდილება მიმართულებით მუშაობის, მაგრამ აი რომ წარმოვიდგინოთ, რომ ხართ სამსახურში, მაგალითად აი მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომელი ხართ და გაიგეთ აი მამხანაგობა, ვთქვათ, თავისი საქმე გააკეთა, თქვენ რაც სცენარი წარმოიდგინეთ, ვთქვათ, გაძლიერდა, ეს კორპუსის თავმჯდომარემ დარეკა, ან განაცხადი შემოიტანა, რომ ჩემს სახლში არის, ვთქვათ, ბზარი, შეგატყობინეთ. აი შემდეგ რა არის ნაბიჯ გასაკეთებელი მერის მხრიდან ვინ მიდის როგორ რა ვადაში როგორ აღწერს სიტუაციას რას ეუბნება იქ რომ დახვდება მობინადრე და თუ ავსებს ოქმს მე ბრუნდება სამსახურში ამას სადღაც რაღაც ბაზაში შეჰყავს აი ეს რო წარმოგვადგენინოთ როგორია პროცესი დიახ პროცესი დაახლოებით ესეა როგორც თქვენ აღწერეთ ანუ თუ შენობა არ არის აღწერილი და მასში გაჩნდა რაღაცა ბზარი ბიათ მესაკუთრე ამხანაგობის თავმჯდომარე შეტყობინებას აგზავნის მუნიციპალიტეტში თვალსწრაფად ეს ზედამხედველობის სამსახური პირველი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლება საერთოდ ვალდებულება რეაგირების ზუსტად დროს ვერ გეტყვით მაგრამ მე მგონი 15 დღე არის თუ არ ვცდები სამშაბათო დღე ანუ ამ პერიოდში უნდა მოხდეს რეაგირება თუ სასწრაფოდ არის მაშინ უფრო მალე და მოდის ამას ნახავს მე წერს ამაზე სამსახურებრივ ბარათს თუ არ ვწდები
მე მოდიან ექსპერტები მუნიციპალური ლაბორატორიიდან და აღწერენ სრულად შესწავლას. ანუ სართულ-სართულ დადიან სარდაფებში, ანუ ექსპერტები უშუალოდ ინჟინრები, კონსტრუქტორები, რომლებიც ამას აღწერენ, ნახაზებს ნახულობენ, თუ არ არსებობს ნახაზები თვითონ ადგენენ ამ ნახაზებს და დაიტანან ზედ ამ ბზარებს. იქ მთელი მეთოდოლოგია როგორ უნდა მოხდეს ტექნიკურად ამის შესწავლა, იქ ბზარ გახსნის სიდიდეები, აი ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხელაზე არის ეს ბზარი გახსნილი, დეფორმაცია როგორი არის შენობის მის სიმაღლესთან შეფარდებით დაუშვათ და ასე შემდეგ, ბევრი რაღაცა არის, რასაც გეოდეზიურად უნდა გადამოწდეს, უნდა იქნას ნიშნულები აღებული და ასე შემდეგ. ანუ მთელი პროცესია. შემდეგ, როდესაც ეს ყველაფერი აღიწერება, გააჩნია შენობის რამხელა სიდიდეს, მოცულობას და ასე შემდეგ, ეგ დროზეა დამოკიდებული. თუ ძალიან დიდია შენობა, უფრო დიდი ხანი დრო დაჭირდება, თუ პატარა არის შენობა, უფრო ნაკლებ დრო დაჭირდება. მაგრამ ეს რო ყველაფერი პროცესი რო შედგება, შემდეგ იწერება დასკვნა და ამ დასკვნაში ეს ყველაფერი იქნება აღწერილი და კატეგორია იქნება მიკუთვნებული შენობაზე. თუ ეს კატეგორია არის მაქსიმალური, აქაც ეხ მერია იყენებს მეთოდოლოგიას, რაც არის 3 ტიპის, ამ პირველი, მეორე, მესამე დაზიანებები. არის სხვა მეთოდოლოგიები, სადაც მაგალითად 5, 6, 7 კლასი არის, ასე თქვა, დაზიანების. მერია დღეს იყენებს ამ. აი მესამე თუ არის, ეგ ყველაზე მეტად დაზიანებული თუ არის, ესე იგი საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას. აი იქ უკვე ხდება, თუ მეორე არის, სასწრაფო არ არის, მაგრამ ის ბაზაში მაშინათვე ჩდება. პირველი, მეორე და მესამე ბაზაში იდება. შემდეგ ხდება უკვე მერიის სხვა სამსახურები ერთვებიან პროცესში და იწყება სწორედ ეს მოლაპარაკების პროცესი. მე რომ მკითხოთ, ანუ ეს შესწავლის ამბავი მეტნაკლებად კარგად არის დარეგულირებული, იმიტომ რომ შევაქებ მე იმ თანამშრომლებს, რომლებიც ამ მუნიციპალურ ლაბორატორიაში მუშაობენ, ძალიან კარგი სპეციალისტები არიან და ძალიან კარგად ასრულებენ თავის საქმეს და ეს დაადგინა იმ უბედურმა შემთხვევას, დაადასტურა იმ უბედურმა შემთხვევას, რომელიც ვაგლის მოედანზე მოხდა, იმიტომ რომ იქ იყო ბზარები, იქ იყო მისული ეს სამსახური, აღწერა და თქვა, რომ ძალიან ავარიული არის, კრიტიკულად ავარიული არის და სასწრაფოდ არის ღონისძიებები განსახორციელებელი. ეს წერია იმ დასკვნაში. მაგრამ უბრალოდ მე შეფერხდა პროცესი, იმიტომ რომ მოლაპარაკება ვერ შედგა, იმიტომ რომ იქ ვიღაცა ვერ ნახეს მესაკუთრე, იქ მე იმ მესაკუთრეს რაღაცა სხვა საკითხები ქონდა, მოკლედ ვერ შეთანხმდნენ და პროცესი გაიწელა. და შენობამ და ფიზიკამ და დედამიწის გრავიტაციამ არ დაელოდა ამ პროცესს და მოხდა ის, რაც მოხდა. ანუ ჩამოინგრა ძალიან დიდი ნაწილი შენობის, რომელიც აღწერილი იყო იმ დასკვნაში და იყო იქ დაწერილი, რომ ავარიულია, სახიფათო არის და მოკლედ სასწრაფოდ არის, ესე ვთქვათ, ღონისძიებები განსახორციელებელი და ეს არ მოხდა. ანუ ესე იგი რაღაცა პრობლემა არსებობს, სწორედ ისაც ჩვენ დავიწყეთ. მეორე არა აღწერის და არა ტექნიკური პროცესის ეტაპზე, არამედ შემდგომ ეტაპზე, როდესაც აი თქვენ სწორედ ვთქვით, კომუნიკაციის პრობლემა შეიძლება იყოს, რაღაცა იქ არის რაღაცა მისახედი. იქ არის რაღაცა აი მეორე ეტაპზე არის სწორედ პრობლემა. და აი პირველი ტექნიკური თვალსაზრისით აქ მეტნაკლებად სიტუაცია უკეთესად არის. ერთი არის, აი ვთქვათ, მეორე ეტაპი, რომ წარმოვიდგინოთ, რომ აი როგორ უნდა გაიმართოს ეს მეორე ეტაპი. ესეც ასევე ნაბიჯ-ნაბიჯ თუ შეგიძლიათ რომ მოგვიყვეთ. ანუ მობინადრეებთან მისვლა, ეს უკვე თქვენ ახსენით, რომ სპეციალისტი უნდა მივიდეს და ალბათ კომპეტენციაც აჩვენოს და დეტალებში აუხსნას, რატოა ეს ბზარი საშიში, როგორც მისთვის, ისე გარშემო მყოფებისთვის. და მერე ვთქვათ, შემდეგ რას აკეთებს მერია, ვთქვათ, მივიდა დაელაპარაკა ამათ, რა ზომებს იღებს, იცის რომ ეს სახლი უკვე არის ავარიული და თქვათ მობინადრე ან თანახმა, ან არ არის თანახმა, რომ იქიდან გავიდეს. აი ეს არის ცოტა ბუნდოვანი და ეს რო აგვიხსნათ. მერე რას აკეთებს მერია? არა მარტო იქ მცხოვრებისთვის, ჩვენთვისაც, რომ მე იმ კორპუსთან პირობითად აფთიაქია, იმ აფთიაქში უნდა შევიდე და მეც შეიძლება შემექმნას საფრთხე. რაშიც მე ხედავ პრობლემას, ერთ-ერთი მაგალითი პრობლემა ის არის, რომ თუ არის ძალიან ავარი მესამე კატეგორიის ავარიულობა თუ დადგინდა, როგორც მინიმუმ მოსახლეობას უნდა ეცნობს, რა თქმა უნდა, ვინც მაცხოვრობს და ეს მოახერხა თავის დროზე მერია, მაგრამ არ ეცნობა იმ ადამიანებს, რომლებიც დადიან ახლო-მახლო, იმიტომ რომ საფრთხის შემცველი არის შენობა, ხო? ეხლა შენობის ჩამონგრევის შემთხვევაში მარტო საკადასტრო საზღვრებში ხوار დაინგრევა, არა? ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, ანუ ფიზიკამ და დედამიწის გრავიტაციამ ჩვენი კანონები არ იცის. ამიტომაც ეს გამაფრთხილებელი ნიშნები, როგორც მინიმუმ უნდა ყოფილიყო დაყენებული და უნდა იქნას დაყენებული იმ შენობებზე, რომლებიც ესე ავარიული არის. ანუ დღევანდელი გადმოსახედიდან შეგვიძლია ცალსახად თქვა. შესაძლებელი არის ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, საფრთხის შემცველი შენობებისთვის შემოღობვაც განხორციელდეს მთლიანად.
და მარტო სადარბაზოებში იქნას დატოვებული შესასვლელები. ისე როგორც ხდება მშენებარე შენობების შემთხვევაში. ამ მშენებარე შენობები თქვენ ისეთ ყველა არის სავალდებულოდ უნდა შემოიღობოს, იქ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები უნდა მოეწყოს, შესაბამისად მთელი რიგი უსაფრთხოების ნორმები უნდა იქნას გათვალისწინებული იმისთვის, რომ მშენებარე შენობიდან დიდი ალბათობა რაღაცის ვარდნის, სამშენებლო მასალების ცვენის და ასე შემდეგ. ხო, ამიტომაც იმისთვის, რომ დავიცვათ გარშემო ადამიანები მაგისთვის გარკვეული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს. ნუ ამ შემთხვევაში ეს არის ვალდებულება სამშენებლო კომპანიის და აი იმ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ყოფილიყო ვალდებულება ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის. ყოფილიყო ვალდებულება ნიშნავს, რომ ახლა არ არის ვალდებულება. არ არის კანონმდებლობით არ არის. ერთი არის რომ იყოს გაწერილი ის როგორ შესრულდება, გვაქვს ბევრი ასეთი მაგალითი ამ ქვეყანაში, რომ მხოლოდ ფურცელზე რჩება, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ფურცელზეც არა გვაქვს ეს სტანდარტი შექმნილი. ცალსახად არ წერია არც ერთ კანონში, რომ აი თუ არის შენობა რაღაც ავარიული, რომელშიც ხალხი ცხოვრობს, ეს უნდა იყოს შემოღობილი. ეგეთი რაღაცა არ წერია. მე ვფიქრობ, რომ რომცა არ ეწეროს სიტყვაზე, ხო, საღიაზრი გვეუბნება მაგას არა, რომ რაღაცნაირად ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ საზოგადოება, როგორც მინიმუმ მანქანას არ დააპარკინგებს ახლოს და ასე შემდეგ. ანუ ესეთი რაღაცეები უბრალოდ გაფრთხილებას არაფერი არ უდგას წინ, ერთ სიტყვით რა, ამის თქვა მინდა და თუ შემოღობა მოხდება, მით უმეტეს. და ეს შესაძლებელია დღესვე განხორციელდეს იმ შენობებზე, რომლებიც მსგავსი ტიპის ავარიულობით გამოირჩევა. და როგორც ვთქვით, ბევრია, ხო ვიცით, ანუ 10,000-ზე მეტი შენობა არის მსგავსი თბილისში. ამიტომ ესეთი რაღაცა ამაზეც რო გითხრათ, ხარჯები ამ შემთხვევაში როგორ არის? ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ახლა 10,000 ავარიული სახლის გარშემო შემოღობა და გამაფრთხილებელი ნიშნების დაყენება მძღოლებისთვის და ქვეითებისთვის ამის ფული არა გვაქვს და არ ვართ მდიდარი ქვეყანა. აი, ამაზეც რო გითხრათ, რა ხარჯებთან გვაქვს საქმე? ალბათ მინიმალური ხარჯი იქნება, მართლა მინიმალური ხარჯი იქნება და არ დააწובה რაღაც დიდ ტვირთად შენ ქალაქის ბიუჯეტისთვის და მე მაგალითად როგორც ამ ქალაქის მოქალაქე და ამ ქვეყნის მოქალაქე და ამ ქალაქში მცხოვრები აბსოლუტურად თანახმავ იქნები რომ ჩემი გადასახდილი გადასახადები მიემართოს იმას რომ მე მაცნობოს ქალაქმა სად არის სახიფათო ზონა და სად არა. არ ვიცი, ხო ყენდება მაგალითად იგივე ნიშნები, საგზაო ნიშნები, რატო ყენდება მაშინ საგზაო, მაგაში ხო ვიღაცა ფულს ხარჯავს, სახელმწიფო ხარჯავს მაგაში ფულს, ხო? ანუ გამაფრთხილებელი ნიშნების, შუქნიშნები და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი არის სწორედ იმისთვის, რომ უსაფრთხოება იქნას უზრუნველყოფილი და სწორედ აი მაგ კუთხით რომ მიუდგეთ, კი, ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის ინფორმირებულობა და მათი დაცვა, თუნდაც ესე, თუ სხვა არაფერი არ არის შესაძლებელი იმ კონკრეტულ შემთხვევაში და არ იყო ის შესაძლებელი, ხო, ვერ შედგა თანამშრომლობა იმ შემთხვევაში მერიის და რატო ვერ შედგა ამაზეც უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ კიდე შეგვიძლია ამაზე უფრო მეტად გავშალოთ ერთ თემა, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ ვერ შედგა, ფაქტია. ამიტომაც, როგორც მინიმუმ, ქალაქის ხელმძღვანელობამ უნდა გააფრთხილოს თავისი მოსახლეობა, რომ აი აქ გავლა არის სახიფათო. მე თუ ცხოვრობ ავარიულ სახლში და ვიცი, რომ ის ავარიული სახლია და გამაფრთხილეს და ბევრჯერ გამაფრთხილეს ამის შესახებ და დასკვნას წავიკითხე, მაგრამ მაინც ვრჩები და ვამბობ, რომ მე ჩემს ბინაში დავრჩებით, რომ ეს ჩემი საკუთრება არის და ვერავინ აქედან ვერ გამასახლებს და მართლაც ვერავინ ვერ გამასახლებს მე ამ ბინიდან, ეს ჩემი გადაწყვეტილება არის და კი ბატონო, მე შეიძლება სულელი ვარ, შეიძლება რაღაცა ჩემი მოსაზრებები მაქვს, მაგრამ რჩები აქ. მაგრამ ადამიანი რომელიც საერთოდ არ იცის, რომ ეს ავარიული არის და არ აფრთხილებს და დადის იმ მონაკვეთზე, რომელიც სახიფათო არის მისი ჯანმრთელობისთვის, მაგ შემთხვევაში ის ვინც არ აფრთხილებს იმის ბრალეულობაც არის გარკვეულწილად, ხო? ამიტომაც აუცილებელია, რომ გაფრთხილებულები ვიყოთ ყველანი, სად არის სახიფათო ადგილი და სად არ არის სახიფათო ზონა. მაგ შემთხვევაში მე მივიღებ გადაწყვეტილებას გავიარო იქ თუ არ გავიარო. კი ბატონო. ბოლოს და ბოლოს ჯებირები თუ მოიძებნება იმისთვის, რომ პარლამენტს შემოავლო აქციების დროს. რა თქმა უნდა, კი, რა თქმა უნდა. ალბათ ამისთვისაც მოიძებნება და არ ღირს ძვირი ეს რკინის თუ არ ვიცი რა მასალა არის ალუმინის ჯებირები. მინიმალური არის უბრალოდ ერთი ბანერის გამოყრა, რომ აი აქ გავლა სახიფათოა, ეს არის მინიმალური, რაც ალბათ მართლა ძალიან ცოტა დაჯდება ბიუჯეტის თვალსაზრისით. მეორე უფრო ესე ვთქვათ რადიკალური ზომა არის ის, რომ შემოიღობოს ეს შენობა, რომელიც ცოტათი უფრო ხარჯიანი იქნება, მაგრამ მაინც შესაძლებელი იქნება. ანუ ერთ-ერთი მაინც უნდა გაკეთდეს, ანუ მაგის თქვა მინდა, რომ იმისთვის რომ მოსახლეობა იყოს ინფორმირებული და მე მივიღებ გადაწყვეტილებას გავივლი თუ არ გავივლი. ანუ ყოფილა შემთხვევები, როდესაც მშენებლობებზე მივსულ ვარ და ვიცი რომ მშენებლობაზე აუცილებელი არის გეხუროს ჩაფხუტი და არ ვიცი დამავიწყდა მოკლედ რაღაც არ მქონია თან იქ ვიღაცას არ მქონდა და მაინც შევედი მშენებლობაზე, ხო? ხე შემიშვეს. მე ხშირად მიწას მშენებლობაზე სიარული და ამიტომაც შევედი და რაღაცა იქ მივიღეთ მონაწილეობა, რაღაცა შევხედე და წამოვედი.
მაგრამ ეს და იქ რო რაღაც მოსვლოდა, მე ვიცოდი, ანუ საფრთხის ქვეშ ჩემი თავი დავაყენე. უბრალოდ იმის გამო რა ვიცი, დამეზარა, არ ვიცი, რაღაც დამავიწყდა, მოგეთ რაღაც, მაგრამ ჩემი შეცდომა იყო. მაგრამ ვიცოდი. მე რო არ მცოდნოდა საერთოდ რომ ისა ჩაფხუტის დახურვა არის აუცილებელი, ხო? აი მაგ შემთხვევაში უკვე ვინც მე არ მაფრთხილებს, ხო, იმის პასუხისმგებლობაც დგება კი გარკვეულწილად. ბატონო. დავით, თუმცა სახელმწიფო ხო არ მუშაობს სპონტანური გადაწყვეტილებების საფუძველზე და წინასწარ კარგად ნაფიქრი გაწერილი გეგმა არსებობს სხვადასხვა პოლიტიკის მიმართულებით, ხო? ამ შემთხვევაში რა ვიცით? როგორია სამოქმედო გეგმა, სტრატეგია, მოკლევადიანი, გრძელვადიანი, რას უშვებით ამ ავარიულ სახლებს, როგორ ვთქვათ, ვამაგრებთ თუ ვასახლებთ ამ ხალხს იქედან? ამ მიმართულებით თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, რა გეგმა აქვს დედაქალაქის მე როგორც ვიცი, ანუ მსგავსი რა თქმა გრძელვადიანი სტრატეგიული დოკუმენტი ოფიციალურად მიღებული არ არის. მე რამდენადაც ვიცი. ავთ შეიძლება კიდე გადავამოწმოთ, მაგრამ ეგეთი რაღაცა არ მინახავს და რო ყოფილიყო ალბათ შემხდებოდა. აი მაგალითად რო ყოფილიყო გაწერილი ქუჩების მიხედვით, უბნების მიხედვით, რაიონების მიხედვით, რომ აი მაგალითად ჯერ ამ აი რაღაც არ ვიცი, პეკინის ქუჩა ნომერი რაღაცა უნდა გაკეთდეს, ან არ ვიცი, სადღაც შეშელიძეს ესა და ეს გამზირ ამ ქუჩაზე, აი ესა და ეს ნომერი უნდა რეაბილიტირდეს ამ და ამ წელს სიტყვაზე და შემდეგ წელს დაუშვათ სხვა ქუჩაზე და ეგეთი დოკუმენტი მე არ მინახავს. და 99%-ი ალბათ ვიტყობ, რომ ეგეთი დოკუმენტი არ არსებობს. ის 1% მაპატიოს მსმენელმა და მაყურებელმა თუ თვითონ იპოვიან, ძალიან ბედნიერი ვიქნები მე თუ ამაში მე ვწდები. მე არ შემხედრია. აუცილებლად უნდა იყოს მსგავსი დოკუმენტი გაწერილი. ბიუჯეტში, მერის ბიუჯეტში ნანახი მაქვს, რომ არის პუნქტი, რომ წერია ავარიული შენობა ნაგებობის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხები, რომელიც საკმაოდ მთლიან ბიუჯეტთან მიმართებაში არაპროპორციული არ ხომ, მცირეა უფრო რა. და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ბიუჯეტი ყოველწლიურად გაიზრდება და ამ პრობლემას მეტი ყურადღება მიექცევა. მაგრამ დღესდღეობით მე ეგეთი სტრატეგიული დოკუმენტი არ ვიცი, რომ არსებობდეს. კარგია თუ შეიქმნება ეგეთი სტრატეგიული დოკუმენტი, იმიტომ რომ აღწერა ამ შენობების არსებობს. ვინ ეხა ეგეც ნახეთ როგორ არის რიგ შემთხვევაში სულაც არ არის შენობები დასანგრევი. ანუ უფრო მეტი ხო გესმით ეხა 10000-დან მესამე კატეგორიის უფრო ნაკლები იქნება ვიდრე მეორის და მეორე კიდევ უფრო ნაკლები ვიდრე პირველი. ან პირველი კატეგორიის ყველაზე მეტი იქნება, ხო? იმიტომ რომ ყველაზე ნაკლები დაზიანებები უფრო ხშირია. ამიტომაც და იმ შენობებს არ ეკუთვნით, ესე ვთქვათ, დანგრევა. იმ შენობებს ეკუთვნით გამაგრება გაძლიერების ჩატარება და გამაგრება გაძლიერების სამუშაოების ჩატარება გაცილებით უფრო უმტკივნეულად არის შესაძლებელი, რომ ადამიანების გასახლება არ ხდება თავის საცხოვრებლებიდან, ადამიანების რაღაც დაკმაყოფილება სხვა ფართებით არ ხდება. ანუ ისინი აგრძელებენ ცხოვრებას იქ სადაც არიან, უბრალოდ იმ პერიოდით, რა პერიოდით მიმდინარეობს გამაგრება, გაძლიერება, შედარებით უფრო დისკომფორტში არიან, იმიტომ რომ რაღაცა იქ საძირკვლის ბურღვა მიდის სიტყვაზე იქ რაღაცა, აი ეს შემოღობა ხდება, მარტო შეშვება ხდება რაღაცა მიმართულად, რომ სხვაგან არ მოხდნენ ადამიანები და ასე შემდეგ. მაგრამ ეს პროცესი განსახორციელებელი არის აუცილებლად, იმიტომ რომ ის პირველი კატეგორიის დაზიანება არ უნდა გადავიდეს მეორე კატეგორიაში და მე არ უნდა გადავიდეს მესამე კატეგორიაში, რაც სამწუხაროდ ბევრი მომხდარა. დავით, ერთი მაგალითი მინდა რომ მოგიყვეთ, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოაქვეყნა და თქვენი შეფასება იქნებოდა საინტერესო. რასთან გქონდა ამ შემთხვევაში საქმე, როგორც დეველოპერის, ისე მერის პასუხისმგებლობა, რომ აგვიხსნათ, ვისი ბრალია, მოკლედ, ყაზბეგის გამზირზე თბილისში შექმნილი პრობლემა, როცა მერიამ გასცა სამშენებლო ნებართვა, დოკუმენტაციაზე თქვა, რომ ის იყო წყობში, ჩაიბარა ზეგავლენის დასკვნა, რომელიც ამბობდა რომ ეს ახალი მშენებლობა არ შეუქმნიდა საფრთხეს მეზობლად უკვე არსებულ კორპუსებს და შემდეგ მოხდა პირიქით, ანუ გვერდით 9 მეტრში მდებარე კორპუსს, სადაც 110 ადამიანი ცხოვრობს, ნელ-ნელა გაუჩნდა ბზარები, რაღაც დეფორმაცია განიცადა იატაკმა და ნუ ახლა დეველოპერი ამბობს, რომ ეს მისი პასუხისმგებლობა არ არის, რომ დასკვნა, რომელიც მან დაუკვეთა და კონსტრუქტორმა მოამზადა, მან არ იცოდა, რომ ეს დასკვნა არ იყო, ასე ვთქვათ, სრულყოფილი და კომპეტენტური და ისრები, მოკლედ, გადააქვს მერიის მისამართით, რომ მერიას არ უნდა ჩაებარებინა ასეთი დასკვნა და მწვანე შუქი არ უნდა აენთო ამ მშენებლობისთვის. ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე და როგორ უნდა ავირიდოთ ასეთი პრობლემები, როცა ერთი მშენებლობა შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს მეორეს, გაიცემოდეს დოკუმენტები, რომელიც ამბობს, რომ საფრთხეს არ უქმნის და მერე რაღაცა ყველა ხელს დაიბანს ორივე მხარე და დაზარალებული რჩება მოსახლეობა და სამართალს ვერ პოულობენ. დიახ, ვიცი ეს შემთხვევა და ძალიან ესეთი ცუდი
სიტუაცია მოხდა იქ, იმიტომ რომ ისედაც ჩვენ კანონმდებლობაში პირდაპირ წერია, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს ნებისმიერ შემთხვევაში. ანუ აქ ისრების გადატანა იქ რომელიღაცა ექსპერტმა ესე დაწერა, ეს არ დაწერა, ეს არის ცოტა, ესე ვთქვათ, პასუხისმგებლობიდან თავის არიდების ცდელობა. რა თქმა უნდა, რეგრესის წესით შეიძლება მე თვითონ დამკვეთმა რაღაცა ვიღაცაზე გადაიტანოს, მაგრამ პირველ რიგში პასუხისმგებლობა მისია და მით უმეტეს, როდესაც განზრახვა არის ესეთი, რომ მერია შეიყვანოს შეცდომაში რაღაცა საბუთებით, რომელიც არ არის მაინც და მაინც სრულყოფილი და წინასწარ არის ცნობილი, იმიტომ რომ ჩვენი კანონმდებლობით იცით თქვენ არ არის რეგულირებული პროფესია არქიტექტორი და კონსტრუქტორი და მშენებელი და არ არის გაწერილი თუ რა კვალიფიკაცია უნდა კონდეს მას არქიტექტორს რომ შემოიტანოს, ან ნებისმიერს ახლა მაგალითად რო გითხრათ, თქვენ შეგიძლიათ, თქვენ არ ახართ ხო არქიტექტორი? თქვენ შეგიძლიათ ნახაზები მოამზადოთ, შეიტანოთ მერიაში და მერიას არ აქვს უფლება თქვენ გითხრათ უარი. უფლება არ აქვს რომ უარი გითხრათ. იმიტომ რომ თქვენს კვალიფიკაციას მერია არ ამოწმებს. მერია ამოწმებს იმ დოკუმენტაციას, რაც არის წარმოდგენილი და თუ იმ დოკუმენტაციაში წერია რომ ყველაფერი კარგად არის, ვალდებულია რომ ნებართვა გაიცეს. და ძალიან ხშირად სხვათა შორის ახლა შემიძლია თქვა ესეთნაირად რომ მე მაქვს მეგობრები წავს და ისაც კოლეგები არიან არქიტექტურის სამსახურის თბილისის მერის არქიტექტურის სამსახურში ვინც მუშაობენ და ისინი ხშირად ამას გულისტკივილით ამბობენ რომ ჩვენ ვნახულობთ დოკუმენტაციას რომელიც დამუშავებული არ არის პროფესიონალის მიერ, მაგრამ მის კვალიფიკაციას რადგან ჩვენ არ ვაღიარებთ, ჩვენ არ აქვს უფლება რომ ვთქვათ უარი. უფრო მეტიც, ჩვენ რომ საერთოდ არ განვიხილოთ ეს დოკუმენტაცია, ხო? ჩვენ ჩაგვეთვლება, ანუ განუხილველი დოკუმენტაცია არის როგორც უარი ეს პრინციპი მოქმედებს ჩვენს კანონმდებლობაში, უარი თანხმობისა, დუმილი თანხმობის ნიშანი. ანუ თუ დუმილი არის და არანაირი პასუხი არ არის დოკუმენტაციაზე, ის ნიშნავს, რომ ნებართვა ავტომატურად გაცემულია. მერი არის ძალიან შებოჭილი იმაში, რომ ვინც წარადგენს დოკუმენტაციას, მის კვალიფიკაციას ვერ ამოწმებს, ვერაფრით ვერ ამოწმებს. ანუ რომ იცოდეს სიტყვაზე ესე ხა თბილისიც და საქართველოს არ არის ძალიან დიდი ქვეყანა და ყველა მეტნაკლებად თან მით უმეტეს ამ სფეროში მეტნაკლებად ყველას იცნობს, იციან რომ იცით რა ეს არ არის არქიტექტორი, საერთოდ პროფესიითაც არ არის არქიტექტორი, მაგრამ მოამზადა რაღაცა დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ ვალდებულებად რეაგირება მოვახდინოთ და თუ იქ წერია რომ ყველაფერი კარგად არის, დასკვნა არის მომზადებული, წერია რომ ყველაფერი იგზეა, ჩვენ არ აქვს უფლება რომ შევიტანოთ ეჭვი. მის კვალიფიკაციაში უფლება არ აქვს. ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა თანხმობა გავცეთ. მერის სამსახურის პოზიცია ესეთი არის და ამიტომაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში და კიდევ ძალიან ბევრ შემთხვევებში მერის ესე ვთქვათ დადანაშაულება ალბათ არასწორი იქნება. ალბათ კიდევ ცალსახად არასწორი იქნება. აქ არის არაკეთილსინდისიერება დამკვეთით, რომელიც ცდილობს იცის ეს წინასწარ რომ ესეთ სიტუაცია არის და ცდილობს რომ ესე იგი შეცდომაში შეიყვანოს მერია ან პირიქით ფორსირება მოახდინოს იმისი რომ გასცეს ნებართვა, როდესაც არა შესაბამის კვალიფიკაციის მქონე ადამიანების მიერ მომზადებული რაღაც დოკუმენტებს წარუდგენს. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ვთქვათ, არ დავადანაშაულეთ მერია და ვთქვით, რომ ის კონკრეტული თანამშრომელი იყო შებოჭილი და ვერ შეიტანდა ეჭვს ავტორის კვალიფიკაციაში. მან ხომ იცის, რომ ეს არის სისტემური პრობლემა და რაღაც შესაძლებელია, როგორც ახლა თქვენ მსჯელობთ, რომ ასე რო არის, თქვენ ხვდებით, რომ ეს არ არის რაღაც, მოკლედ სიკეთეს არ მოიტანს ქვეყნისთვის და გარშემო მობინადრეებისთვის და რაღაც მოდი ხომ არ შევცვალოთ. ამ შემთხვევაში რა არის გასაკეთებელი, თქვათ, სახელმწიფო სტრუქტურებმა რომ ერთმანეთთან ითანამშრომლონ და ერთმანეთთან იმსჯელონ, მოდი რა შევცვალოთ. რა უნდა შეცვალოთ? ჩემი ღრმა რწმენით, ამაში გამოსავალი არის ბევრი გამოსავალი შეიძლება იყოს, მაგრამ ერთ-ერთი ესე ვთქვათ გადამწყვეტი როლის შემსრულებელი იქნება პროფესიების რეგულირება. ამ დარგში მოღვაწე არქიტექტორების, კონსტრუქტორების, მშენებლების აი ამ პროფესიის რეგულირება. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ პროფესიის ამა თუ იმ პროფესიის მქონე ადამიანებმა უნდა რაღაცა პერიოდულობით ჩააბარონ სასერტიფიცირებო გამოცდები და მიიღონ სერტიფიკატები იმისთვის, რომ შეეძლოთ მუშაობის გაგრძელება. ეს ჩვენი მოგონილი არ არის სოფლიოში აპრობირებული მეთოდი არის. შეუძლებელი არის რომ მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში ან საფრანგეთში ან გერმანიაში ან დიდ ბრიტანეთში ხო, გაერთიანებულ სამეფოში არქიტექტორმა აპროექტოს შენობა, რომელსაც არ აქვს სერტიფიცირება, გამორიცხული არის. უფრო მეტიც ამერიკაში ეს არის ორსაფეხუროვანი ესე ვთქვათ სერტიფიცირების სისტემა, ანუ ერთჯერ უნდა ჩააბარო პირველად უნდა ჩააბარო, შემდეგ მეორეჯერ უნდა ჩააბარო გამოცდა და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი, რომ შეძლო ინდივიდუალურად პროექტირება შენობების. რაც საკმაოდ რთული პროცესი არის და ესე ვთქვათ
მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს შესაბამის სპეციალისტის მხრიდან. საქართველოში მოქმედებს კანონი, სადაც იყო ჩაწერილი, ანუ სივრცით დაგეგმარებით სამშენებლო საქმიანობის შესახებ კოდექსი არსებობს ესეთი, სადაც წერია, რომ სერტიფიცირებულმა არქიტექტორებმა, ინჟინერებმა უნდა აპროექტონ შენობები და სერტიფიცირებულმა მშენებელმა უნდა ააშენოს შენობა. მაგრამ ეს ჩანაწერი სერტიფიცირებასთან დაკავშირებით გადავადდა. გადავადდა თუ არ ვცდები უკვე 4-ჯერ. ანუ ყოველ წელს გადაიდება შემდეგზე და არაფრით არ იქნა მიღწეული. მე ანუ ჩანაწერი დაემატა, უნდა დამატებული იყო 2017 წელს იქნა ეს კანონი მიღებული, მთლიანად კანონი 2017 წელს იქნა მიღებული. მაშინვე ეწერა, ოღონდ თუ არ ვცდები თარიღები შეიძლება მეშლებოდეს, მაგრამ ეწერა 2020 წელი და 2020 წლის მერე ის უყოლს გადავადდა. და დღემდე არის გადავადებული. მე დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს კანონი ამოქმედდეს და აღარ გადავადდეს. ამაზე პარლამენტია პასუხისმგებელი, ამაზე არქიტექტურის სამსახური ვერაფერს ვერ იზავს სამწუხაროდ, თუმცა საკითხად რამდენადაც მე ვიცი, ბევრჯერ წამოუყენებიათ ეს საკითხი, სწორედ არქიტექტურის სამსახურში, რომ რატო ანუ იქნება მივიღოთ, იმიტომ რომ აი ეს ბერკეტი რაც აქამდე არ აქვს, შეუძლია გაუჩნდეს და შეუძლია თქვა ნუ არის და საერთოდ არ მიიღონ არასერტიფიცირებული არქიტექტორის მიერ. რა არის ამ რაღაც გაჭიანურების მიზეზი, ხომ არ გაქვთ რაიმე ვერსია? მე არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ არ უნდა დამატებითი ტვირთის, ესე ვთქვათ, შემოტანა სამშენებლო სფეროში, იმიტომ რომ იცით თქვენ სამშენებლო სფერო არის უზარმაზარი, რომელიც ძალიან დიდი ეკონომიკური ეფექტის მომტანი არის ქვეყნისთვის და აი ამ ეკონომიკური ზრდის, ესე ვთქვათ, რაღაცა გარკვეულწილად შებოჭვა არ იქნება ალბათ კარგი მათი გადასახედიდან. მე ესე ვფიქრობ. თუმცა საბოლოო ჯამში იქნება ეს მიღებული, გვინდა თუ არ გვინდა, მართლა იქნება მიღებული და სერტიფიცირება დაინერგება. ეს სხვათა შორის, ანუ ხშირად ესე ცუდი იმითი აღიქმება ხოლმე, რომ აი სერტიფიკატები რატო არის საჭირო და რაღაც დამატებითი რაღაცა მოვიგონეთ და არ არის ეგრე. პირიქით, ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა იგივე არქიტექტორებისთვის, კონსტრუქტორებისთვის, მშენებლებისთვის, რომ თავიანთი სერვისები, თავიანთი მომსახურება გაყიდონ ევროკავშირის ქვეყნებში. ანუ სერტიფიცირებული არქიტექტორი საქართველოში სერტიფიცირებული ამაზე სამუშაო არის რა თქმა უნდა და ამაზე აკრედიტაციის ეროვნულმა ბიურომაც უნდა იმუშაოს და ქვეყანამ უნდა იმუშაოს, მაგრამ ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმების საფუძველზე DCFTA რაც გვაქვს ჩვენ ხელმოწერილი ევროკავშირთან ამის საფუძველზე მომსახურებების გაწევა ევროკავშირის ქვეყნებში დაუბრკოლებლად შეგვიძლია თუ რაღაც კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებთ და ეს კრიტერიუმები არის სწორედ ეს. ანუ მაგალითად მე დღეს როგორც კონსტრუქტორი ვერ მივიღებ პირობითად ჩეხეთში ან გერმანიაში ან დანიაში ან იტალიაში ტენდერში და ვერ შევასრულებ იქ პროექტს, იმიტომ რომ მე არ მაქვს სერტიფიკატი. და ევროკავშირში ეს გაერთიანებულია, ანუ მაგალითად გერმანული კომპანიები თავისუფლად იღებენ მონაწილეობას ავსტრიულ ტენდერებში, რაღაც იტალიურები ესპანურში, ესპანურები პორტუგალში და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს ევროკავშირის, ესე ვთქვათ, ჩარჩო დოკუმენტებით მოგვარებული არის ეს საკითხი და ეს შესაძლებლობა იქნება ჩვენი სპეციალისტებისთვის. ეს არ არის მარტო ის, რომ აი ჩვენ სერტიფიკატს ვაკეთებთ, იმიტომ რომ რაღაცა გვინდა, რომ ვიღაცეები დადებითი ეფექტი ეკონომიკაზე. ძალიან დიდი დადებითი ეფექტი იქნება ეკონომიკაზეც, რა თქმა უნდა, დიახ. და ისედაც საქართველოში ახლა მე კი იმას ვქენი ცოტათი ესე ვთქვათ არაკვალიფიცირებას გაუსვი ხაზი, მაგრამ ძალიან ბევრი კვალიფიციური პროფესიონალი მუშაობს საქართველოში არქიტექტურის დარგში, კონსტრუქციების დარგში, მშენებლების ძალიან ბევრი კვალიფიციური სპეციალისტები გვყავს და მათი ესე ვთქვათ წარმოჩინება უფრო ფართე საზოგადოებისთვის, ევროკავშირის საზოგადოებისთვის აბსოლუტურად კარგი იქნება, სწორი იქნება და ვფიქრობ, რომ მისაღებია. მისაღებია ეს კანონი რაც შეიძლება მალე. დავით, ჩვენს ქვეყანაში ეს გარდამავალ განვითარების პერიოდში ბევრი რაღაც ახალი რეგულაცია შემოვიდა ხო და ალბათ გვახსოვს რომ სულ რაღაც მოსახლეობა ხვდება ხოლმე სკეპტიკურად რაღაც დამატებით თავის ტკივილი გონიათ მაგალითად სერტიფიცირება, გამოცდები, ამისთვის მეცადინეობა, რა დროს ჩემი გამოცდებია შეიძლება ვიღაცამ თქვას და ჩემი გადაბარება, არ ვიცი შეიძლება იგივე რაღაც სიგარეტის მოწევის აკრძალვას ან ავტომობილებში ხვედების შემოღებას იყო პერიოდი რომ მოყვა რაღაც პრობლემა, იმიტომ რომ ადამიანებისთვის არის დამატებითი რაღაც დისკომფორტი, მიჩვეული იყვნენ მარტივად ცხოვრებას, მარტივად მუშაობას. ამ შემთხვევაში თუ არის ეს რისკი, რომ შეიძლება არქიტექტორებს, კონსტრუქტორებს კონდეთ განცდა რომ რაში მჭირდება ახლა ეს თავის ტკივილი, გამოცდა რომ ვერ ჩავაბარო მე ასე მარტივად ვეღარ ვიშოვი ფულს უხეშად რომ თქვათ და ვეღარ დავწერ ხშირად პროექტებს, ეს წინააღმდეგობა თქვენი კოლეგებისგან ან ისე საუბრებში თუ შეგინიშნავთ? დიახ, რა თქმა უნდა არის.
აი ზუსტად რა თქვენ ბრძანეთ რომ რა დროს ჩვენი გამოცდებია რაღაც ეგეთი დამოკიდებულება არის არ არის ეს რაღაც ძალიან დიდი ანუ პირიქით როგორც წესი ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს აქტიურად პირიქით მათი ინტერესი არის ანუ პოზიტიური რომ ეს უნდა მოხდეს იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ ეს არის მნიშვნელოვანი ეს არის უსაფრთხოებასთან კავშირში და არ შეიძლება რომ ამ სფეროში არაკვალიფიციურმა ადამიანებმა ჩაყონ ცხვირი იმიტომ რომ ეს არის უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირში და მოგეთ ვინც კვალიფიციურად მუშაობს იმის ინტერესია რომ ეს დამკვიდრებულ იქნას და ის ვინც არ მუშაობს კვალიფიციურად იმისთვის არის ზუსტად ის ინტერესი რომ არა ეს არ უნდა გავაკეთოთ რა მინდა იცით რომ აუხსნათ ჩვენ მსმენელს რატომ არის სერტიფიცირებული არქიტექტორი პირდაპირ ბმაში შენობის უსაფრთხოებასთან ეს რომ აუხსნათ კარგად რომ ეს არის რაღაც უბრალოდ დამატებითი რეგულაცია რაღაც ახირება თუ ეს პირდაპირ უდრის რომ თუ შენ სახლს იყიდი ისეთ კორპუსში რომელიც ააშენა სერტიფიცირებულმა კვალიფიციურმა არქიტექტორმა ეს ნიშნავს რომ შენ ავტომატურად რაღაც გარანტიები გააქვს და მშვიდად შეგიძლია იყო. დიახ, ხა შევეცდები რომ ავხსნათ ძალიან მოკლედ და ერთ მაგალითს გეტყვით, როდესაც არქიტექტორი აპროექტებს შენობას, ხო, აკეთებს გეგმარებას, ანუ შენობის ყოველი სართულის გეგმებს ალაგებს და სვავს დაუშვათ სად უნდა იყოს კარი, სად უნდა იყოს კიბე, სად უნდა იყოს ლიფტი, სად უნდა იყოს სხვადასხვა, ესე ვთქვათ, გეგმარებითი ელემენტი. ამას როდესაც ამუშავებს, ის ითვალისწინებს უსაფრთხოების ნორმებს. ანუ მაგალითად, რამხელა უნდა იყოს კიბის უჯრედიდან უახლოეს ან პირიქით უშორეს ბინამდე, ანუ ბინის გამოსასვლელიდან მანძილი. და ეს მანძილი არ უნდა აღემატებოდეს რაღაცა ერთეულს, იმიტომ რომ ხანძრის შემთხვევაში გაქცევა მოასწროს იქ მობინადრემ. ანუ თავისი ოთახიდან უნდა გამოვიდეს, როდესაც ხანძარი მოხდება, როდესაც ჩაირთვება განგაში, გამოვა თავისი ოთახიდან, გამოვა თავისი ბინიდან, უნდა მივიდეს კიბის უჯრედამდე და უნდა უსაფრთხოდ ევაკუირდეს შენობიდან. ამას სჭირდება რაღაცა დრო. ეს დრო დათვლილი არის და არსებობს ამაზე უამრავი წიგნები, ამაზე ნორმატივები არსებობს და ცნობილი არის რამხელა უნდა იყოს. ის ვინც ეს არ იცის იმ არქიტექტორმა, ხო, ბრჭყალებში არქიტექტორმა ან შეუსულოც არ იყოს არქიტექტორი, ის დააგეგმარებს ძალიან ლამაზად და იტყვის რომ აქ მექნება საძინებელი, იქ იქნება სამზარეულო, აქ რაღაცა, მაგრამ აი ამ ყველაფერს ვერ გაითვალისწინებს. და ამიტომაც როდესაც მოხდება, თუ მოხდება ეგეთი ხანძარი, ვერ გაიქცევა ადამიანი იქიდან და ძალიან მაღალი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. ეს ახლა ერთ-ერთი ძალიან ტრივიალური ესეთი მაგალითი მოყვა უამრავი მსგავსი საკითხებია, რაც პირდაპირ უსაფრთხოებასთან არის კავშირში. მაგალითად, ასევე ძალიან მარტივი რაღაცა, კარი რომელ მხარეს უნდა იღებოდეს, გარეთ თუ შიგნით უნდა იღებოდეს. ანუ ხანძრის დროს იქით ამ მხარეს უნდა იღებოდეს თუ აქეთ ამ მხარეს უნდა. სახანძრო კარი უნდა იღებოდეს გარეთ, უბრალოდ და ბოლში შეიძლება ვერც მიაგნოს სახელოს და ოდოდ მიაწვეთ და უნდა გაიღოს. ამიტომაც ჩვენთანაც ახლა რაღაც დაუშვათ სავაჭრო მოლებში და იმაში გაჩნდა ესეთ სახანძრო უსაფრთხოების კარები, რომელსაც უბრალოდ მიაწვევი და იღება მოპირდაპირ მიმართულებით და არა შიგნით, იმიტომ რომ შიგნით რო იღებდეს ვერაცოდეს ვერ გამოუაღებ ხანძრის შემთხვევაში. ესეთი ნიუანსები ძალიან ბევრია. და ხანძრს საწინააღმდეგო სისტემები არის პასიური სისტემები, რაც მაგალითად ეს არის გასაქცევი, გასასვლელი, შესასვლელი და მიღებული იქნა სხვათა შორის ამაზე უსაფრთხოების წესები, შემონაგების უსაფრთხოების წესები არის ესეთი დადგენილება მთავრობის, რაც ავალდებულებს ახალ შენობებს უკვე ეს იქნას დაპროექტებული, მაგრამ ამას ცოდნა ჭირდება. ამას ჭირდება წაკითხვა, ამას ჭირდება ცოდნა, ამას ჭირდება დროის დახარჯვა და თუ არ არის კვალიფიციური ადამიანი, ამას ვერ გააკეთებს. და ძალიან ძნელი არის, როგორც გითხარით, თვითონ პროექტის შემოწმების სტადიაზე მერიის სამსახურებმა ესე კონკრეტული შენობა თავიდან ბოლომდე შეისწავლონ და მაშინ თვითონ დააპროექტონ, ხო? იმიტომ რომ საპროექტო ორგანიზაცია ჯერ ესეთი ბიუჯეტის თვალსაზრისით იღებს დიდ თანხას იმაში, როცა პროექტს, დიდ სანამ პირობითად რაღაცა თანხას, X თანხას, როდესაც აპროექტებს შენობას და რაღაც X დრო აქვს, ხო? რამოდენიმე თვეა ეს დრო, შეიძლება წლებიც კი გააჩნია შენობის მოცულობას. და ამ პროცესში აგეგმარებს ყველაფერს, ხო? მათ შორის ესე ვთქვათ, სასარგებლო ფართსაც, მათ შორის აი ამ გასაქცევ და უსაფრთხოების ღონისძიებასაც ყველაფერს. და როდესაც ეს მერიაში შედის, მერიის თანამშრომელი ამას ყველაფერს ერთ კვირაში, ორ კვირაში ვერ შეისწავლის, ეს შეუძლებელი არის. ამიტომაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ რომ აი კვალიფიციურმა თანამშრომლებმა გააკეთონ ეს ყველაფერი. ანუ არქიტექტორს უნდა ქონდეს კვალიფიკაცია შესაბამისი იმისთვის, რომ დააპროექტოს შენობები. კვალიფიკაციის შემოწმება ხდება შესაბამისი სერტიფიცირებით. კიდევ ერთხელ ეს არ არის ჩვენი გამოგონილი, ეს არის მსოფლიოში მოქმედი პრაქტიკა
და ეს სერტიფიცირების დანერგვა არის აუცილებელი. არის საქართველოში სხვადასხვა ეს თქვა ასოციაციები, კავშირები, რომლებიც ამაზე ძალიან ეს თქვა ადვოკატირებას უწევენ და ეს სწორიც არის, ესე უნდა იყოს ძალიან ბევრი წელი. არქიტექტურთა კავშირი მაგალითად იძახის, რომ უნდა მოხდეს სერტიფიცირება და არავინ არ უსმენს მათ სამწუხაროდ, უნდა მოხდეს და ეს ძალიან სწორი მიდგომა არის. შეიძლება დავა და კამათი იმაზე, რომ როგორ უნდა მოხდეს ეს სახელმწიფო უნდა გასცეს თუ კერძო სექტორზე უნდა იყოს. ამაზე მსჯელობა კიდევ ხოლმე უნდა გაიხსნას, ამაზე უნდა იქნას საჯარო მოსმენები განხორციელებული, ამაზე საზოგადოება რაღაცნაირად უნდა იქნას ინფორმირებული, მე ვიძახ პროფესიული საზოგადოება. პრინციპში ყველა, მაგრამ პირველ რიგში პროფესიული საზოგადოება და შემდეგ უკვე ეს უნდა იქნას დანერგილი, მაგრამ ფაქტია, რომ დასანერგი არის. და რავი ჩვენ არაფრის განსაკუთრებულს არ ვაბობთ იმას, ცნობილი ქართული გამონათქვამია, პური უნდა აცხოს მეპურე. შენობა უნდა დააპროექტოს შესაბამისი სპეციალისტებმა, არქიტექტორებმა, კონსტრუქტორებმა და აშენებით უნდა ააშენოს მშენებელმა. ეს არის 2x2 4, ხო? ამაში რაღაცა სასწაული არ ხო, პირობითად მარტო იმიტომ, რომ რა ვიცი, რომ შევადაროთ თუ სწორი პარალელი იქნება, უნივერსიტეტს რომ დაამთავრებ სამედიცინოს და ხარ ექიმი დიპლომით და არ მოგცემენ მაინც იმის უფლებას, რომ პირობითად წახვიდე და გახსნა სტომატოლოგიური კლინიკა. ხო, ანუ თუ არ გაქვს შესაბამისი ლიცენზია. თქვენ არ ახართ ხო პროფესიონალი ექიმი, რა თქმა უნდა, ანუ შესაბამისი გამოცდა თუ არა გაქვთ ჩაბარებული სერტიფიცირების ლიცენზირების, ხო, ამ შემთხვევაში თუ არ ვწდები ექიმებთან, ვერ ანუ ხო ოპერაციას ვერ შეასრულებ, რა თქმა უნდა, ვერ მიიღებ პაციენტს, ანუ იმიტომ რომ არა გაქვს შენ შესაბამისი კვალიფიკაცია. ეგრე თulis სახელმწიფო. შეიძლება კონდეს კიდეც, შეიძლება არ კონდეს, მაგრამ სახელმწიფო თulis რომ თუ გაქვს, უნდა ჩააბარო სერტიფიკატი მიიღო და მერე კი ბატონო. ანუ ეს არის რეგულირებული პროფესია. ფიქრობთ, რომ არქიტექტორები, კონსტრუქტორები და მშენებლები უნდა იქმნენ რეგულირებული პროფესიის ქვეშ. იმიტომ სიცოცხლესთან პირდაპირ კავშირი. დიახ, თუ კი ექიმის შემთხვევაში მის ესე ვთქვათ პაციენტს შეიძლება სიცოცხლის ან ჯანმრთელობის კუთხით საფრთხე შეექმნას, შენობის შემთხვევაში უამრავი ოჯახები არიან, ესე ვთქვათ, საფრთხის ქვეშ თუ ის არის არასწორად დაპროექტებული და აშენებული, ხო? ხო, გესმით რამხელა მასშტაბებზე არის საუბარი უსაფრთხოების კუთხით. კი, უბრალოდ აი ესეც საინტერესოა თქვენ თქვით, რომ ეს მსჯელობის საგანია, ვინ უნდა გასცეს სერტიფიკატი, იმიტომ რომ ვიცით ყველამ ჯერ კიდევ საკმაოდ კორუფციისკენ მიდრეკილი ქვეყანა გვაქვს და შეიძლება ესეც იყოს პრობლემა, რომ სერტიფიკატი კი არ იყოს პანაცია, როგორ გაიცა ეს სერტიფიკატი, იქნებ ვიღაცამ უბრალოდ მოსყიდვის შედეგად მიიღო ეს დოკუმენტი. ალბათ ეს უკვე შემდეგ მსჯელობის საგანია, ხომ არ იყოს კერძო განცემი ორგანო. გახსოვთ თქვენ არ იყო ჩვენთან ტექ ინსპექტირება, ხო? ბევრი წლების განმავლობაში არ იყო და მერე იქნა მიღებული გაწოლება ტექ ინსპექტირება უნდა შედგეს და ეხლა ყოველწლიურად თუ რა რამდენიმე წელიწადში ერთხელ გვიწევს მანქანების შემოწმება, ხო? და ტექ ინსპექტირების გავლა. რა ვიცი, გაუმჯობესდა ამითი, ალბათ გაუმჯობესდა გარკვეულწილად მანქანების მდგომარეობა, იმიტომ რომ თუ აქამდე რაღაცა გაფუჭებული იყო, ეხლა შეაკეთეს და იმიტომ ანუ რაღაცით მაინც გაუმჯობესდა, ალბათ მე მჯერა მაგის რომ გაუმჯობესდა და რაღაც რამოდენიმე პირობითად ავარიის პრევენცია მოხდა. თუნდაც იმითი რომ ვიღაცა მიყიდა ახალი საბურავი დააყენა და იქ სადღაც ავარიულ სიტუაციაში შეძლო მანქანის დამოხრუჭება და არ მოხდა ავარია. ანუ ესეთი რაღაცეები პრევენციული ღონისძიებები არის. ესეც მსგავსი ტიპის არის. ანუ თუ ჩვენ ჩავაბარებინებთ შესაბამის გამოცდას არქიტექტორს, ამით ცუდს არც არ გავაკეთებთ. პირიქით, უკეთესი იქნება არქიტექტორებისთვის და უკეთესი იქნება შემდგომი end user მომხმარებლებისთვის, ვინც შეისყიდის ბინას ამ ადამიანების მიერ დაპროექტებულ შენობა-ნაგებობებში. კი ბატონო. დავით, არ მინდა რომ ჩვენი საუბარი მორჩეს ისე, რომ ერთ საკითხს არ შევეხოთ, ხშირად გვესმის ალბათ ბუმი ამ მშენებლობების და ახლოს მჭიდროდ აშენებული კორპუსები და გვესმის ადამიანების წუწუნი, რომ ფანჯარას რომ გავაღებ მეზობლის კედელს ვუყურებ, მზე არ აღწევს. აი ეს იმის გარდა რომ აგვიხსნათ სპეციალისტის თვალით, იმის გარდა რომ ეს არის დისკომფორტი. სივიწროვე, ასე ვთქვათ და შეიძლება ეს რაღაც ფსიქიკურად არ მოსწონთ ადამიანებს ეს უქმნით რაღაც პრობლემას, ხო? და არ აღწევს მზე და სინათლე და ასე შემდეგ. ეს უსაფრთხოების მხრივ რამდენად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის რაიმე საფრთხის შემცველი. დიახ, საერთოდ აი არქიტექტურის სტუდენტებს მეორე კურსზე ასწავლიან ესეთ რაღაც ქალაქ გეგმარებით კურსოდაც გადიან, რომ ან მეორე ან მესამეზე გააჩნია, ხა ცოტა არეული არის მაგ კუთხით, მაგრამ ასწავლენ ესეთ რაღაც, რომ ქალაქ გეგმარებითი შეცდომა არის ან ძალიან ძვირად გამოსწორებადი, ან გამოუსწორებელი მუდმივად. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ თუ შენობა აშენდა არასწორ ადგილზე, იმის გამოსწორება აღარ იქნება, ხო? ანუ ის აშენდა და მორჩა.
ამიტომაც ან მთლიანად დაინგრეს მაშინ ის და ეგ ძალიან ძვირი არის, ხო? ამიტომაც უნდა მაქსიმალურად ავირიდოთ მსგავსი ტიპის ხარვეზები. ამის პრევენცია არის ორი. ერთი არის თვითონ ქალაქის გენგეგმა, სადაც დაფიქსირებული არის მიჯნის ზონები, როგორი უნდა იყოს, რანაირად უნდა იყოს დაცული ეს ყველაფერი. ეს ქალაქ გეგმარებითი კუთხით და მეორე არის სუფთა ტექნიკური თვალსაზრისით, რამდენად შესაძლებელი არის კი გვერდზე დასმა. იქნება გეოლოგიური პირობები არ იძლევა ამის საშუალებას და ტექნიკურად უნდა იქნას შესწავლილი თუ რა ტიპის ღონისძიებები უნდა იქნას განხორციელებული, რომ ტექნიკურად არ შეექმნას საფრთხე გვერდზე შენობას, რაც აი ყაზბეგის მაგალითზე მოხდა, იმიტომ რომ ფაქტია, რომ იმ მშენებლობამ შეუქმნა პრობლემა არსებულ შენობა ნაგებობას. და ეს საკითხი არის სუფთა ტექნიკური. აქ უნდა იქნას სპეციალისტები ჩართულები, უნდა შესაბამისი გაანგარიშებები განხორციელდეს, შესაბამისი გეოლოგიური კვლევები უნდა იქნას აღებული, უნდა იქნას გათვალისწინებული აი იმ შენობის დაფუძნება, როგორ არის ეს ამაში უნდა იქნას პროფესიონალები ჩართულები უკვე პროცესში. და ზოგადად ეხა დიახ, სამშენებლო ბუმი არის ქვეყანაში, იმიტომ რომ უძრავ ქონებებზე მოთხოვნა ძალიან მაღალი არის და მუდმივად მზარდი არის. სხვათა შორის ამას წინათ მოვისმინე მენაჟერთა ასოციაცია არსებობს ესეთი და მის თავმჯდომარის პოზიცია იყო ესეთი, რომ ანუ აი როდესაც უძრავ ქონების ღირებულებაზე იყო საუბარი და გაძვირებული და ასე და მან თქვა, რომ ნუ რა ვიციო, ესე იგი 90-იან წლებიდან მოყოლებული დღემდე უამრავი რაღაცა მოხდა, ხო, რა ვიცი, ომები, სამოქალაქო, ასეთი, ისეთი, ყველაფერი, ხო, რუსეთთან ომი, ყველაფერი მოხდა, პანდემია მოხდა, ყველაფერი მოხდა და ოდესმე აი ამ პროცესში, ამ თელს აი ამ ორ უმტრიალში უძრავი ქონების ფასი ოდესმე დაცემულა. არასდროს არ დაცემულა, ყოველთვის მაღლა იზრდება უძრავი ქონების ფასი. ამიტომაც ვეთანხმები მაგაში უძრავი ქონების ფასი ყოველთვის მოიმატებს და ყოველთვის იქნება ინტერესი, რომ უფრო ახლოს ანუ მენაშენის ინტერესი იქნება დეველოპერის, რომ უფრო ახლოს ააშენოს, უფრო დიდი ააშენოს, უფრო მაღალი ააშენოს და ამის რეგლამენტირება უნდა მოხდეს ქალაქის მხრიდან, რა თქმა უნდა. რომ ამით არ დაზიანდეს მომიჯნავე მეზობლების სიტყვაზე არ უნდა დაზიანდეს საჯარო სივრცეები და ბევრი სხვა რამ. ეს ქალაქის გენგეგმით უნდა იქნას დარეგულირებული და ქალაქის გენგეგმა უნდა იყოს ძალიან მოქმედი და ძალიან ესეთი მკაცრი დოკუმენტი. დავით, რადგან თქვენ თავად შეეხეთ ამ ბიზნესის ინტერესს, ხო? რაღაც უფრო მაღალი თქვენ უფრო ახლოს, იმიტომ რომ რაც შეიძლება მეტი ააშენოს, რაც შეიძლება მცირე ფართობზე. მოვისმენთ თქვენს აზრს, როგორ არის აი ეს რეგულაციების გამკაცრება, როგორ არის კავშირში ბიზნესის, ასე ვთქვათ, განწყობებთან. ანუ ეს ალბათ დეველოპერს დიდად არ ესიამოვნება თუ რეგულაციაში ჩაიწერება, რომ მან უფრო მეტი უნდა გადაიხადოს პირობითად დასკვნაში, იმიტომ რომ ის კონსტრუქტორი არის უკვე სერტიფიცირებული და კომპეტენტური. მან რაღაცა ვთქვათ ამ ფართობზე მხოლოდ ერთი კორპუსი უნდა ჩადგას და არა ორი, იმიტომ რომ ზეგავლენის დასკვნაში წერია, რომ ასე ახლოს ორი კორპუსის აშენება საფრთხე შეუქმნის იქ უკვე მობინადრეებს. აი ეს თქვენი შეფასებით თუ არის კავშირში ასევე იმასთან რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე ხო არ მივდივართ, რომ მთავრობები ცდილობენ აი მსხვილი ბიზნესების, დეველოპერული კომპანიების გულისმოგებას, რომ თავის ტკივილი ზედმეტი არ შეუქმნან. იცით რა არის, მე ზოგადად როგორც ინჟინერ-მშენებელი ყოველთვის ვარ ესე ვთქვათ, მშენებლობების კენ რა. იმიტომ რომ ჩემი პროფესიული ინტერესი, როდესაც მოვხდი ევროპულ ქვეყნებში, რამოდენიმე რომ ვნახეთ სათამბჯენები, ჩემთვის ეს იყო შოკი, როგორც პროფესიონალი მეთქი, რა მაგარი ნეტა ჩემთანაც აშენდეს, ანუ ესეთი შენობა. ფრანკფურტში პირველად რომ მოვხდი 2005 წელს და ეგ იყო მართლა ფრანკფურტის მესეს შენობა, ესეთი ნორი ფანქარევით შენობა არის, მოკლედ ძალიან დიდი თავისუფლება მოახდინა და არა მარტო მაგ შენობა, ბევრი სხვა იქ Deutsche Bank-ის შენობა არის, კიდე მოკლედ ბევრი შენობება ძალიან დიდი თავისუფლება მოახდინა როგორც პროფესიონალზე და მაშინ ვიფიქრე, რომ რა მაგარია ნეტა ჩვენთანაც აშენდეს. მაგრამ ამას ჭირდება შესაბამისი, როგორც თქვა, აქაც ძალიან აუცილებელი არის მოსახლეობის და ქალაქის ხელმძღვანელობის შეთანხმება რაღაცეებზე. რა თქმა უნდა, ბიზნესი უნდა განვითარდეს. უნდა განვითარდეს, იმიტომ რომ კეთილდღეობა და ეკონომიკური წინსვლა არის ჩვენი ყველას ინტერესი. ანუ ყველანი ვიცხოვრებთ უკეთესად, თუ ეკონომიკა გაიზრდება. აქ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ როგორ უნდა მოხდეს ამის ისეთნაირად გაზრდა, რომ საჯარო ინტერესები არ დაირღვეს. საჯარო სივრცეები არ გაუქმდეს. საჯარო ესე იგი კეთილდღეობა არ იქნას კომპრომისის ქვეშ დაყენებული. ეს ყველაფერი არის ქალაქ გეგმარებლების და ურბანისტების სამუშაო ერთად, ქალაქის ხელმძღვანელებთან ერთად. ჩვენს შემთხვევაში სამწუხაროდ ჩვენ ძალიან
ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელობა არასათანადოდ უსმენს ურბანული განვითარების სპეციალისტებს, ურბანისტებს და ეს ძალიან ასე ვთქვათ, გულისკივოს იწვევს ჩემში, იმიტომ რომ მათ იციან სწორედ გამოსავალი ამ პროფესიებში არის და ამ პროფესიონალებმა იციან როგორ უნდა მოხდეს ამის სწორად დაგეგმარება, სწორად სად შესაძლებელი არის, არ ვიცი 200 კი არა 500 მეტრიანი შენობების აშენება თბილისში და ეს სავსებით შესაძლებელი არის და შეიძლება რომ მოხდეს, მაგრამ რა უბნებში უნდა მოხდეს, როგორ უნდა მოხდეს, რა პირობები უნდა იქნას დაკმაყოფილებული ამისთვის, რომ ამან არ გამოიწვიოს რაღაც ურბანული კოლაფსი. ეს ყველაფერი არის უდიდესი მეცნიერება, ანუ არქიტექტურა და ურბანიზაცია, ქალაქგეგმარება არის უდიდესი მეცნიერება და აი ამ ადამიანებს უფრო მეტ ყურადღებას უნდა აქცევდეს მუნიციპალიტეტი. და იქ რო კი ვიღაცას ალბათ ლობირებს, ვიღაცა არ ლობირებს, ვიღაცა ისე ხდება რაღაც, რა თქმა უნდა, მსხვილი ბიზნესი ყოველთვის ესე ვთქვათ ლავირებს და ცდილობს რომ რაღაცა მოიპოვოს, კეთილგანწყობა დაუშვათ ქალაქის ხელმძღვანელობისგან თუ თავრობებისგან ეს ყველა ქვეყანაში ეგრე ხდება. აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში ეგრე ხდება. ყველა დეველოპერი ცდილობს რომ რაღაც მაქსიმალური მოგება ნახოს, რა თქმა უნდა. აქ არის იქით ამ ხრიდან რა დახვდება ამას. თუ იქით ამ ხრიდან დახვდება ხელმძღვანელობა ისეთი, რომელიც ითვალისწინებს ურბანისტების მიერ მოცემულ რეკომენდაციებს, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ თუ ამას არ ითვალისწინებენ, მაგ შემთხვევაში შეიძლება ურბანული შეცდომები დაუშვათ და როგორც თავში გითხარით, ურბანული შეცდომები ან გამოუსწორებელია ან ძალიან ძვირად გამოსწორებადი მომავალში. ამიტომაც მოკლედ ჩემი სურვილი და ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა ისეთი, რომ ურბანული განვითარების სპეციალისტებს, ქალაქგეგმარებლებს უფრო მეტი წონა ჰქონდეთ ჩვენს, ესე ვთქვათ, აი ამ პროცესებში. კი ბატონო, ნუ ალბათ ამ დეველოპერების ინტერესშიც უნდა იყოს, თუნდაც რეპუტაციულად, რომ რაღაც უბედურება თუ მოხდება მათ აშენებულ კორპუსში, ეს მათ რეპუტაციულადაც დაარტყამთ და იქამდე მთელ მარკეტინგსა და PR-ში დახარჯული თანხები იქნება ფუჭი პრინციპში, ეგეც არის, მაგრამ ნუ ალბათ ამ შემთხვევაში რაღაც მოკლევადიან გათვლებთან გვაქვს საქმე, რომ არ წარმოუდგენიათ ალბათ, რომ ეგეთი რაღაც შეიძლება მოხდეს და სახელმწიფოც ამიტომ რაღაცებზე თვალს ხუჭავს. დავით, ძალიან დიდი მადლობა. ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და იმედია, რომ ჩვენი მსმენელისთვისაც ასევე სასარგებლო იქნება და ადრე თუ გვიან რაღაც თქვენ მიერ წარმოდგენილ სცენარს რა არის გამოსავალი, რომ უსაფრთხო შენობები გქონდეს ქალაქში და ჩვენ რაღაც მშვიდად გადავადგილდებოდეთ და ვცხოვრობდეთ. იმედია, რომ ოდესმე რომელიმე სამოქმედო გეგმაში ვნახავთ ასახულს. მეც დიდი იმედი მაქვს, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და მადლობა თქვენ. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. მადლობა, ვინც ბოლომდე გვისმინეთ და გვიყურეთ. ბოლოს შეგახსენებთ, რომ iFacts სჭირდება თქვენი დახმარება. თუ ფიქრობთ, რომ ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებები არის თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო, დაგვიჭირეთ მხარი ფინანსურად. ჩაგვირიცხეთ თანხა ამ ეპიზოდის ქვემოთ აღწერაში მითითებულ ანგარიშზე, ან შემოდით ვებგვერდზე iFacts.gr, სადაც დაგხვდებათ დონაციის ხილაკი. დიდი მადლობა წინასწარ. თქვენი დახმარება იქნება ასევე ჩვენი ეპიზოდების გაზიარება და მოწონება და ჩვენი YouTube არხის გამოწერა. მადლობა, დაელოდეთ ჩვენი პოდკასტის შემდეგ ეპიზოდებს.